მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა 360 გრადუსი, მე მისი წამყვანი ემა ტუხიაშვილი. ჯერ ისიც არ არის გარკვეული, ვინ წავა და ვინ არა არჩევნებზე და უკვე საკამაოდ მძიმე წინასაარჩევნო ფონი იქმნება. გარკვეულწილად ნაციონალური მოძრაობის ბოიკოტსა და არჩევნებში არ მონაწილეობას დაუკავშირდა კოტე იოსელიანთან დაკავშირებული სკანდალი. პარტიის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ მისი მეუღლე ხუთმა ნიღბიანმა გაიტაცა და ვიდეო, რომელიც გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა, ზეწოლის შედეგად ჩააწერილეს. ოპოზიციური პარტიის ლიდერი იმასაც ამბობს, რომ ეს არის ზეწოლისა და დაშინების კლასიკური მცდელობა, მაგრამ ის არც გაჩუმებას და არც გაჩერებას აპირებს. იქვე მეუღლის გატაცების დეტალებზე საუბრისას ბოკუჩავამ დააყოლა, რომ მორიგე სიცრუეა და თვალთმახსობა ქართულ ოცნებასთან ადგილობრივ არჩევნებში ვითომ შერკინება, ხოლო ამ არჩევნებად წოდებულ სპეცოპერაციაში შეყოლა შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილთან გარიგების შედეგი. ამ მძიმე ურთიერთბრალდებების ფონზე ვხედავთ, რომ ვინც არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, მზად არის კოლეგებთან მერობის ნეიტრალური კანდიდატებიც კი განიხილოს. ვინ შევადა, ვინ არა საარჩევნო მარათონში, ამის გასარკვევად თვეზე სულ ცოტა მეტი დრო რჩება. 15 ივლისს ყველა მონაწილე პარტიას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უკვე უნდა ჰქონდეს შეტანილი შესაბამისი განაცხადი. ხატია დეკანოიძე, ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გვერდდება. ხატია, მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის, რა თქმა უნდა, მინდა დავიწყო თქვენთან საუბარი იმით, რითაც დაიწყო დღევანდელი საინფორმაციო დღე და ეს იყო თინა ბოკუჩავას საკმაოდ ვრცელი და მძიმე შინაარსის ბრიფინგი. მან კი თქვა თავისი, ასე ვთქვათ, მოსაზრება თუ რატომ გაიტაცეს მისი მეუღლე, რატომ ემუქრებოდნენ შვილების უსაფრთხოებით, უბრალოდ საფრთხით, რატომ აიძულეს მეუღლეს ჩაეწერა 8 წლის წინანდელ ამბავზე ახლა განმეორებითი ბოდიშის ვიდეო. მან თქვა, რომ ეს არის მისი გაჩუმების და მისი დაშინების მცდელობა. თქვენ რა ვერსია გაქვთ? ცდილობდნენ ის ადამიანები, ვინც ყველაფერ ამის უკან დგას, პოლიტიკოსის დისკრედიტაციას თუ რაღაცა ზეწოლის მექანიზმად შეგვიძლია განვიხილოთ, ან არ ვიცი, პოლიტიკაში განეიტრალების სურვილად შეიძლება განვიხილოთ ის, რაც მოხდა. სამშვიდობი, ალბათ ყველაფერი ერთად, უბრალოდ მე ეს წუთი არ შემპარვია ეჭვი გუშინ, როდესაც ეს ვიდეო გავრცელდა. ფაქტია, რომ ის რაც ითქვა რამდენიმე წლის წინ არასწორად სრულიად არ შეიძლება ლოგიკურად მიიჩნია ადამიანმა, რომ რამდენიმე წლის შემდეგ ამ ყველაფერს დაუბრუნდე და მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ რა პირობებში გვიწევს ჩვენ ოპერირება ოპოზიციონერებს, მე იმ წამს რო ედამებოდა ეს ძალიან ცუდი შეგრძნება, მქონდა კომუნიკაცია პარტიაში, მე არ გახლავარ საქართველოში და ხვალ დაბრუნდები და სწორედ ამიტომ და მქონდა თინასთანაც და ერთი რაც შემიძლია ვთქვა, რომ საერთოდ ეჭვის შეტანა არ მინდა არაფერში დარჩევიდან, იმიტომ რომ ჩვენ გვმართავს რაღაც ესე კალვერას ბანდისნაირი მაფიოზური რეჟიმი, ამიტომ ნებისმიერი კითხვა იქ 8 საათი სად იყო, ვინ სად რეკავდა, ჩემი აზრით ეს არის სრულიად არარელევანტური, იმიტომ რომ ყველაფერი ერთად თქვენი შეკითხვა ქალწონებმა დისკრედიტაცია, ზეწოლაც, მაგალითიც ალბათ სხვებისთვის ჩვენ არაერთხელ გამოგვივლია ეს ზეწოლა. მე მახსოვს ძალიან კარგად, ჩემ თავზეც, არ ვიცი, ბევრ ადამიანზეც, ბევრ პოლიტიკოსზეც ქალების შანტაჟი, განსაკუთრებით ეს გეგინა ივანიშვილის ხელწერა, მისი ყოფილი გუნდის წევრებზეც ესეც ჩვენ გაგვივლია, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში მხოლოდ და მხოლოდ ეს არის იმ რეჟიმის გამოხატულება, რა რეჟიმში ცხოვრობს. სხვაშორის რეჟიმს აქვს ავტოკრატიისგან მიმავალ რეჟიმს აქვს ერთი ესეთი ფორმა, რომ იგი არ კეთილშობილდება, იგი ბოროტდება, იმიტომ რომ რეალურად ეს არის ამ ბოროტების ვთქვათ, მთავარი ანატომიური ფორმულა და აგებულება, რომ შენ ვერ გაკეთილშობილდები.
და ბოროტება ხშირად იმდენად ბანალურია, რომ ეს ბანალურობა ედება ყველას ესე მეტასტაზასავით და ყველაფერს. ამიტომ კიდევ ერთხელ ჩემი ხარდაჭერა, რა ვიცი, როგორც ადამიანის, არა მხოლოდ როგორც ქალის, როგორც ადამიანის, არ მიყვარს ეს სიტყვა ამ შემთხვევაში რაღაც სოლიდარობა. პირიქით ფიქრობ, რომ ჩვენ ყველამ უნდა დავაყენოთ თავის მის ადგილას, ძალიან კარგია და ნამდვილად მედეგობაა და სიმამაცეა, რომ მან ეს თქვა. არ ვიცი დეტალები, ოდესმე გახდება თუ არა ცნობილი, იმიტომ რომ ამ რეჟიმის პირობებში მე არავითარი იმედი არ მაქვს, რომ გამოძიება მოხდება. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ვნახეთ, რომ ძალიან ოპერატიულად იყო დაბარებული თავად კოტე იოსელიანი შინაგან საქმეთა სამინისტროში სწორედ გამოკითხვაზე. და პრინციპში თუ მიუყვებით იმ ვერსიას, რაზეც თინა ბოკუჩავა მისაუბრა, რომ აი მაგალითად ტრაექტორიით და დროის მიხედვით ისინი ვარაუდობენ, რომ ამ 8 საათის განმავლობაში იოსელიანი იმყოფებოდა მოდულის შენობაში, ვაკის საცურაო აუზიდან მოდულის შენობამდე დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი გარე პერიმეტრის კამერას შეეძლო, როგორც კერძო, ისე სახელმწიფო მუნიციპალურ კამერას შეეძლო აღებეჭდა ავტომობილი, რომლითაც მოხდა მისი მეუღლის იძულებით გადაადგილება. გულწრფელად რო გითხრათ, საერთოდ ამჯერა რომ არცეთ კამერას ამოიღებენ. მუხტარლის გვახსოვს ჩვენ მუხტარლის გატაცება. ასევე გვახსოვს ბერას და ღარიბაშვილის გასაუბრება ეს ცნობილი ტრიტრი. ამიტომ მე სიმართლე გითხრათ, არავითარი იმედი ამ გამოძიების არ მაქვს. მე დავამთავრე ამ რეჟიმის გაკეთილშობილებაზე, ვიცი, ფიქრიც კი რამდენიმე წლის წინ, მაშინ განსაკუთრებით, როდესაც რუსული კანონი მიიღეს, როდესაც აბნერი ადამიანი ცემეს, საქართველოს მოუწეს პრაქტიკულად მომავალი, თუმცა მე დიდი ხანია ვფიქრობ, რომ გიძინა ივანიშვილი ეს ძალიან დიდი საფრთხეა საქართველოსთვის. ბევრი მაშინ არ მეთანხმებოდა, მაგრამ მე ყოველ შემთხვევაში ველოდები და ეს არის ჩემი პროგნოზი, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ გამწყვეტება დარწმუნებული ვარ, რომ რეჟიმი უფრო და უფრო დამძიმდება და რეგრესისკენ წავა. ამიტომ რა თქმა უნდა, ყველაფერი ერთად ზეწოლა, манипуляცია და ის, რასაც ჩვენ ვისმენდით, ეს არის მაშოკირებელი. მე მართლა გუშინაც ძალიან სერიოზულად გუშინაც შოქში ჩავარდი, იმიტომ რომ ესეთი ვიდეოები უცებ ესე რაღაცნაირად მოწმედელცაზე, რა თქმა უნდა, არ იწერება. და გავა დრო და მოეფინება ნათელი ყველაფერს ობიექტური მართლმსაჯულების პირობებში, მე დარწმუნებული. თქვენ გაქვთ თუ არა მოლოდინი, რომ მიუხედავად იმისა, რომ თქვენი გაცხადებული პოზიციის მიხედვით თქვენ რჩებით ბოიკოტის ერთგული არ მონაწილეობს ამ ადგილობრივ არჩევნებში, ზოგადად როგორ გადაწყდება მონაწილეობა არ მონაწილეობის თემა, ამას ჩვენ ვნახავთ და მოგვიანებით ამაზე ვისაუბრებთ კიდევაც. უბრალოდ გაქვთ თუ არა მოლოდინი, რომ რაც უფრო მოახლოვდება ადგილობრივი არჩევნების თარიღი, მით უფრო შეიძლება გართულდეს ქვეყანაში ვითარება, მათ შორის ამ კუთხით, რისი პრეცედენტიც ვნახეთ ამ 2 დღის განმავლობაში. ნახეთ, ანუ მე მოქმედებ ყოველთვის ასეთი, ვთქვათ, ამ ლოგიკით, რომ რაც უნდა რეჟიმს, არ უნდა გააკეთო რეჟიმის ბრძოლის პირობებში. მე ესე ვფიქრობ. ამ სტატუს-კვოს პირობებში ჩემი პოზიცია თქვენ იცით და ეს პოზიცია მე არ მithქოს მხოლოდ და მხოლოდ ამ დისკუსიის პარალელურად. მე თქვენ გითხარით ეს თქვენთან ეთერშიც და არაერთხელ თქვენს კოლეგებთან დაახლოებით ეს იყო დეკემბერი თუ ნოემბერი, რომ მე არ ვთვლი, რომ ადგილობრივი მმართველობის არჩევნები საერთოდ განხილვის საგანიც კი შეიძლება იყოს იმ სტატუს-კვოს პირობებში, რა სტატუს-კვოს დააწესა ივანიშვილმა. ამიტომ ჩემი აზრით, არგუმენტი ნებისმიერი დიდი ქალაქებზე ბრძოლა, არგუმენტი რაღაც ასე ვთქვათ, სხვადასხვა ერთიანი ძალებით შეტევა და ასე შემდეგ, ყველას მიმართ დიდი პატივისცემით, მაგრამ ეს გამოიყურება ჩემთვის ძალიან არასერიოზულად, იმიტომ რომ 21 წელს ჩვენ კოალიციით გავედით ადგილობრივი მმართველობის არჩევნებზე და მეორე ტურში, როდესაც ვიცოდით თითოეული ხმის გაყალბების შესახებ, საიდან მოვიდნენ ეს ხმები, ვერ შემძელით ამ ხმების მობილიზაცია და ვერაფერი ვერ შევწერით, პირდაპირ მგითხარ. ამიტომ ეხა მორალური და ზნეობრივი პედესტალიდან საუბარში თავი დავანებოთ, არ მიყვარს ზოგადად ეს, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ რაციონალური არგუმენტებიც კი, როდესაც პოლიტიკური ლიდერები ციხეში არიან, როდესაც ადამიანები ციხეში არიან, ახალგაზრდები ციხეში არიან, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ჩვენ დაგვაშინონ, დაგვაშანტაჟონ. ამ შემთხვევაში თუ სტატუს-კვო არ იცვლება და არაფერზე არც ერთ დათმობაზე რეჟიმი არ მოდის და აქ წამოვა კი არა და აგერ ბაჩიაშვილს იწებენ თურმე და ოხანაშვილიძის იმფრენავში, ხო? ანუ ამაზე მეტი მართლა
რა ვიცი, კოზანოსტროს სტილის მმართველობა მე არ ვიცი, არ მახსენდება. ამიტომ როდესაც ამ პირობებში ვარ, ქალტოემა, მე არ მჯერა, უბრალოდ არ მჯერა, არა იმიტომ რომ ბრძოლა მეზარება. თქვენ იცით რომ მე ყველა არჩევნებზე თითქმის ბოლო რამდენიმე წელია კანდიდატი ვარ. არც ბრძოლა მეზარება და ძალიან ბევრ ადამიანს ჩაბმული ვიყავი უმძიმეს უთანასწორო ბრძოლაში 21 წელს, 20 წელს, 24 წელს, ანუ და რა ვიცი, ჩემთვის პოლიტიკური პროცესი ყოველთვის იყო ნამდვილად დემოკრატიის პატარა მჟუტავი ელემენტიც კი. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც არაფერი არ გაუმჯობესდა და გაუარესდა უფრო ყველაფერი, დამკვირვებლებიც არ იქნებიან. და ნებისმიერი არგუმენტი, რომ საერთაშორისო დამკვირვებლები ჩამოვლენ ამ ქვეყანაში, ჩვენს ქვეყანაში უფრო სწორად და გაივსება, გაავსებს ქოცობა დამკვირვებლებს. კი ბატონო, ჩაატარებს არჩევნებს, მიიღებენ მონაწილეობას პარტიების გარკვეული ნაწილი და ამით ლეგიტიმაციას შეიძენს ქართული ოცნება. ეს არის ერთ-ერთი არგუმენტი, რომელიც გვესმის ხოლმე, მაგრამ არა ერთადერთი. ასეთი არგუმენტიც მოვისმინეთ, რომ მივიღებთ მონაწილეობას და თუ კიდევ ერთხელ გააყალბებს ქართული ოცნება, კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ საზოგადოებას, როგორი გამყალბებლები არიან. კიდევ ერთი არგუმენტი მოვისმინე, ის სულ უახლეს არგუმენტებს, ასე ვთქვათ, შემოგაშველებთ. მათი, ვინც ფიქრობს, რომ არჩევნებში მონაწილეობა სჯობს, არ მონაწილეობას, ისინი ამბობენ, რომ ხა რა ვქნათ, რამდენჯერაც ქართული ოცნება გაგვიყალბებს, არ უნდა მივიღოთ მონაწილეობა და ბოლოს მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ადგილობრივ არჩევნებში ხელისუფლებას, როდესაც დავამარცხებთ, პარლამენტის ახალი არჩევნების დანიშვნა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება გაძლიერდებაო. ხო, ანუ მე მაგალითად არგუმენტს იმ ადამიანების მხრიდან არ ვიცი, ხა თქვენ თქვა ყოველ შემთხვევაში იმ ადამიანების მხრიდან, რომ თუ არ ვიცი, ხა სულ აყალბებს და მაშინ აღარ უნდა მივიღოთ სულ მონაწილეობა. ამ არგუმენტს აღარ გამიმეორებდი, იმიტომ რომ არ არის პოლიტიკური წონადი არგუმენტი და არც ჩვენი მოქალაქეების. ჩვენთვის პოლიტიკოსებისთვის რა არის თავარი? თავარი არის, რომ ჩვენმა ოპოზიციონერმა და არა მხოლოდ ოპოზიციურმა ამორჩეველმა მოვიდეს და მოგვცეს ხმა. ამ ხმის დაფიქსირების უფლება მათ არ ეძლევათ. მე პრინციპში გეტყვით, რომ ლელოს ამორჩეველი მიმაჩნია ძალიან გაბრაზებულ ამორჩევლად, ოპოზიციონერ ამორჩევლად. ამიტომ ვერ ვიტყოდი, რომ მათი ასე ვთქვათ იმედი ადგილობრივ არჩევნებზე არის გაცილებით უფრო დიდი და იმედიანი, ვიდრე ვთქვათ სხვა პარტიების ამორჩევლის. გარდა ამისა, აქ არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ეფექტივიც არ არის, მაგრამ ეხლა ნიკა გვარამიას დაიჭერენ დღე-დღეზე ალბათ. ნიკა მელია არის ციხეში, ზურა ჯაფარიძე არის ციხეში. აგერ ჩვენი პარტიის კოალიციის თავმჯდომარის ოჯახის წევრს იტაცებენ. ჩვენ ყველანი ვართ საფრთხის ქვეშ. მე მართლა მაინტერესებს, თუ სასამართლოს არგუმენტებს არ აქვს მნიშვნელობა, რეჟიმის ჩატარებულ რაღაცა გაუგება, ასე ვთქვათ, მექანიზმებს, ამას არჩევნებიც არ ქვია, როგორ შეიძლება ქონდეს ლოგიკა, ხო? მასე შესაძლებელია დაკავების რისკი ემუქრება მათაც, ვინც გირაო გადაიხადა გვარამიას და მელიასგან განსხვავებით, ხომ? და ზურაბ ჯაფარიძიდან განსხვავებით. მე სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ მეტწილად ეს ამ ფრაგმენტაციას კიდევ უფრო დაელოდებიან. თუ ოდნავ მაინც რაღაც ფრაგმენტაცია შენელ და დააკავებს იმ ადამიანებსაც კი, ამაში დარწმუნებული ვარ. მე არც იმაში არა ვარ დარწმუნებული, რომ ამ პარტიების აკრძალვას, რომელიც ქართული ოცნება აპირებს, ამ აკრძალვას მხოლოდ ჩვენი პარტიის წინააღმდეგ გამოიყენებს და ახლების წინააღმდეგ. მე დარწმუნებული ვარ, რომ თუ ეს მექანიზმი დადგება, ამ მექანიზმის ამოქმედების ვადის რაღაცა, თქვათ, კონკრეტული თარიღი, ამას გამოიყენებს ყველა პარტიის მიმართ და უბრალოდ როგორც ივანიშვილს ჩვევია, ეს იქნება და უშუალოდ ყოველ შემთხვევაში ის რომ აი რაღაცნაირად თითქოს ოდნავ თანამშრომლობისკენ გადადგმული ნაბიჯი ყოველთვის მოbrunდება გაცილებით უფრო ცუდად. ამიტომ მოდით მორალური და ზნეობრივ არგუმენტებს თავი დავანებოთ. თავარი მე რაც მიმაჩნია არის ის, რომ ჩვენ არ გვაქვს საშუალება გაუარესებულ საარჩევნო გარემოში, გაუარესებულ კანონებში, გაუარესებულ პირობებში, როდესაც არც ერთი აქ არ ჩამოვლეს საერთაშორისო დამკვირვებლები არ არსებობს. თუ ეს არ იქნება სრულფასოვანი არჩევნები და თუ მithumetes არავინ არ მიიღებს დიდი კოალიციებიდან მონაწილეობას ქალტოებმა, საერთოდ არავინ არ ჩამოვიდა და ამას მე პირობას ჯერ არ ვიცით. გავაკეთებ ყველაფერს. მე პირობას პირიქით, რომ ამისთვის გავაკეთებ ყველაფერს. რომ არც ერთი და არც იქნება ეს საერთაშორისო დამკვირვებელი საქართველოში ქოცების ან ჩატარებულ რაღაც
რაღაცა ესე ვთქვათ ოპერაციას არ ქონდეს. ამიტომ მოდით ესე ვთქვათ, რა გვაძლიერებს ჩვენ ერთიანი პოზიცია. არ გულისხმობთ მე რომ ყველა უნდა იყოს ჩახუტებული ერთმანეთთან, მაგრამ რა გვასუსტებს ფრაგმენტაცია და გულწრფელად შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი თაობის მე გითხრათ ამ ეპოქაში და ამ ძალიან მძიმე ესე ვთქვათ მოცემულობაში და ისტორიაში საქართველოსთვის ამ ხარეს რომ ვგავარ და ოპოზიციაში ვარ, მე ამაყი ვარ ნამდვილად და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს ყველაფერი ისე დასრულდეს, როგორც ჩვენ გვინდა. კი ბატონო, ხატია. მაგრამ ჩვენი თაობის ოპოზიციონერები ყველაზე დიდი ფეილი რაც იქნება, ეს იქნება, რომ ვერ მოვძებნეთ საერთო ენას დასრულმა ადამიანებმა. არათუ ვთქვათ, სხვადასხვა პარტიებში, კონკრეტულ პარტიებში, ერთ პარტიებშიც კი ეს არის ჩვენი ძალიან დიდი სირცხვილი. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ მოდით ესე შევხედოთ ახლა. მე ძალიან შორს ვარ იმაზრის გარო, ან ლელოშია ვინმე, ვისაც საქართველოს კეთილდღეობა არ უნდა, ან მამუკას თვითონ, ან ვინმეს ირაკლის, არა ვარ ამაზე ნამდვილად, მაგრამ ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ და დარწმუნებით გითხრათ, რომ 21 წელს მეორე ტურში აგვეტრიალებინა ყველაფერი და დაგვებრუნებინა ის ხმები მაშინ 20 წლის მართლობის არჩევნებზე, როდესაც პირველი ტურის ქალაქები მოგებული ჰქონდა. ეხლა ამ კანონმდებლობის პირობებში აღარც მეორე ტურებია. უბრალოდ საერთაშორისო დამკვირვებლები არ იქნებიან, ადგილობრივი დამკვირვებლები არსებობს, ტელევიზიები ხრება, რეჟიმის სტატუს-კვოს პირობებში ხალხი ციხეშია, ოპოზიციური პარტიების ციხეშია, ანუ ლიდერები. ჩვენ რა მექანიზმი გვაქვს, რომელიცაც ესე, ასე ვთქვათ, ლეგიტიმაციის მიცემის საფრთხის კონტექსტში ეს, ასე ვთქვათ, საფრთხე დაუყენოთ ჩვენ ხალხს. ეს ალბათ გაირკვევა მსჯელობისას, თუ ასეთი მსჯელობა, ეს ალბათ გაირკვევა მსჯელობისას, თუ ასეთი მსჯელობა საერთოდ გაიმართა, გულისხმობ მსჯელობას არჩევნებში მონაწილეობის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის, უბრალოდ მინდა ჩაგეკითხო, თქვენ ასეთი რამ თქვით, რომ თუ ფრაგმენტაცია ოპოზიციის შენელდა, ანუ დაყოფის, სხვადასხვა პოზიციებზე დაყოფის და გაყოფის და განცალკევების პროცესი, ალბათ სწორად მიგიხვდით, არ არის გამორიცხული, რომ საპატიმროში უფრო მეტი პოლიტიკოსი ვიხილოთ. ანუ რა გამოდის, რომ ოპოზიციაში განხეთქილების შეტანა გაიცვალა თავისუფლების გარანტიებში? ძალიან, ასე ვთქვათ, ცუდად ხდება ეს ყურს, ანუ გამოდის, რომ ვიღაც მართლაც გარიგდა საკუთარი თავისუფლების სანაცვლოდ ოპოზიციაში გარკვეული განხეთქილების, აზრთა სხვადასხვაობის შესატანად. იცით რა, მე არ მიყვარს კონსპირაციის თეორიები, გულწრფელად რომ გითხრათ, იმიტომ პროფესია მაქვს ესეთი და არ ვცნობ კონსპირაციას. მაშინ რას ნიშნავდა თქვენი ნათქვამი ეს ამ განმარტეთ? მე ვამბობ იმას, რომ ბიძინა ივანიშვილს, ასე ვთქვათ, ნებისმიერი ის წყობა აწყობს, რა წყობაშიც ჩვენ მეტი ფრაგმენტაცია გვექნება, ან მეტი დაპირისპირებული პოზიცია, ან მეტი ლიდერი იქნება ციხეში. ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩვენი ფრაგმენტაციისთვის გააკეთეთ ყველაფერს და ციხეში ლიდერების ჩაცმა პოლიტიკური, ეს ძალიან ჩვეულებრივი ამბავია მისთვის. ეხლა თქვენ რა გონიათ, რომ არც ხაზარაძის, არც ვაშაძის, არც სხვა კიდევ ვინ არიან დაბარებული ამ ადამიან გირაოს გადახდის შემდეგაც არ ჩერდება სისხლისამართლებრივი დევნა. ან მე რო დამიბარო ხვალ მაგალითად ამ კომისიაზე, ხო? ანუ თქვენ ხო იცით, მე გაცხადებული მაქვს, რომ არც გირაოს გადავიხდი და არც მივა, ხო? ანუ ძალიან დიდი შანსია მეც დამიჭირონ, ჩემი მეგობრები, ბევრი ადამიანი. ამიტომ მოდით, აგერ გიგი უგულავას პროცესია რამოდენიმე დღეში, ისიც სისხლისამართლის წესით არის დაბარებული, ხო? ანუ მოდით ესე ვთქვათ, ეხლა ბიძინა ივანიშვილისთვის არავითარი მოჩვენებითი დემოკრატიაც კი არ არსებობს. მისთვის არსებობს მხოლოდ ის, რომ ჩვენ ვერ მოვახსენოთ ძალთა კონსოლიდაცია, თორემ მე კიდევ ვიმეორებ, არავითარი კონსპირაციის თეორიების მომხრე არა ვარ. თავარი არის ის, რომ რაც გვაძლიერებს გავაკეთოთ ის და რაც გვასუსტებს ის არ გავაკეთოთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე ესე უყურებ. ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში შესაძლებლობის მაქსიმუმ შეთანხმების შესაძლებლობას გულისხმობ, მაქსიმუმი იქნება, რომ 4 კოალიციიდან 3-მა მაინც შეინარჩუნოს ერთიანი პოზიცია ბოიკოტი, იმიტომ რომ რაც შეეხება გახარიას, მათი პოზიციაც ვიცი და აგერ უკვე შემდეგ ნაბიჯზე გადავიდნენ, ეს არის მერობის ნეიტრალური კანდიდატის შერჩევა და მზად არიან არჩევნებში. მაგრამ თუ ძალიან ესე მაგარია გახარიას პოზიციები, ნეიტრალურ კანდიდატებს რატო არჩევენ? მე მგონია რომ
დიდწილად ძალიან ბევრი რამ დამოკიდებულია ლელოზე, ანუ ლელო თუ დაუშვათ მე როგორც მივხვდი, მათ არ აქვს გადაწყვეტილი პოზიცია ჯერჯერობით ამასთან დაკავშირებით, თუ ლელო არ შევა ამ არჩევნებში და როგორც ხედავ, კიდევ იმეორებ, მე ჩამოყალიბებული პოზიცია საბოლოო გადაწყვეტილება ვერ დავინახე და ალბათ ჯელობის კიდევ რაღაცნაირად ფორმატი არსებობს და თუ გაიხსნა ეს ფორმატი, მე ვფიქრობ, რომ ყველა უნდა მივიღოთ მონაწილეობა, მაგრამ გახარია მარტო აქ ვერ შევა. და კიდევ იმეორებ, თუ გახარია ნეიტრალურ კანდიდატებს არჩევს მაშინ თუ ესე ვთქვათ მისი პარტიის იმედი არ აქვს, მაშინ რატო არჩევს ნეიტრალურ კანდიდატებს, მე არ მისის. ამიტომ მოდით ესე შევხედოთ რა მე ვფიქრობ რომ ისინი მოდი დავაზუსტებ რომ შეცდომაში არ შეგიყვანოთ არც თქვენ და არც ჩვენი მაყურებელი ნეიტრალური კანდიდატი განიხილება იმ შემთხვევაში თუ კი ისინი არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით სხვა პარტიებთან შეთანხმებას შეძლებენ. ესეთი მათთვისაც მნიშვნელოვანია ერთიანობა, ხო? ხო, მაგრამ ერთიანობა არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მთელი ამ ფაქტორებმა დავასრულოთ. თეატრების განმავლობაში ყველაზე გარიქული იყო კახარიას პარტია, ანუ ისინი აკეთებდნენ ყველაფერს, რომ რაღაცნაირად თავის საკუთარი იდენტობა აეშენებინათ თითქოს რაღაცა პროტოკოლების ხმების წამოღებით, ხო? ანუ ესე ფიქრობდნენ და რაღაცნაირად ემიჯნებოდნენ ყველაფერს. თუ აღმოჩნდა და ესე ამბობენ, ეხლა ჩემთვის გაუგებარია რომ რაღაცა ერთიანი გამაერთიანებელი ფიგურები შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი. მაშინ ესე იგი ისინი ერთიანობასაც ხარს უჭერენ რაღაც კონტექსტში, მაგრამ საკუთარი რაღაცა ასე ვთქვათ, ამბიციების, საკუთარი ვთქვათ, სხვადასხვა პოზიციების გამო ეს ერთიანობა არ უნდათ. ამიტომ მოდით შევხედოთ კიდევ ესე. მე ვფიქრობ, რომ რაღაც რესურსი კიდევ არის დარჩენილი, რომ ჩვენ ერთიანი პოზიცია შევინარჩუნოთ, ლეგიტიმაცია არ მიცეთ, იმიტომ რომ ყველაზე დიდი ნაბიჯი ჩემი აზრით, რაც ოპოზიციამ გააკეთა ამ არჩევნების შემდეგ გაყალბებული, ეს იყო რომ ლეგიტიმაცია არ მისცა პარლამენტს. ეს იყო ყველაზე დიდი პოლიტიკური პროცესი, რომელსაც ძალიან ბევრი ხშირ შემთხვევაში მიზანმიმართულად თუ არამიზანმიმართულად აკნინებს. ოპოზიციისთვის ეს იყო მართლა ძალიან მნიშვნელოვანი შთამბეჭდავი ნაბიჯი. გარდა რო აღარ ვთქვათ იმ ადამიანებზე, ვინც თავი გასწირეს და ციხეში არიან. ამიტომ თუ ეს სიფრძე არსებობს, ყველამ უნდა გამოვიყენოთ მე მზად ვარ, რა ვიცი, ყველას დაველაპარაკო და ყველას თავი საუბრო ამაზე, იმიტომ რომ ანუ არის უკვე ამის წინაპირობა გარკვეული სამზადისი, იმიტომ რომ დღეს ვნახეთ სალომე ზურაბიშვილი რაღაც განსხვავებული ფორმატის შეხვედრებს აწყობს რამდენიმე პარტიას ხდება არა წინააღმდეგობის პლატფორმის ფარგლებში, არამედ ცალკეულ პარტიებთან მართავს შეხვედრებს და ვიცით რომ ამ შეხვედრის განხილვის საგანი არის სწორედ ადგილობრივი არჩევნები. ეს ჩავთვალოთ როგორც ერთგვარი სამზადისი დიდი ფართო დისკუსიისთვის ამ საკითხზე, არჩევნებში მონაწილეობა არ მონაწილეობის საკითხზე? ვერ გეტყვით, მე არ ვიცი ამ პლატფორმის შესახებ, ანუ ამ შეხვედრების შესახებ ვერ გეტყვით, მაგრამ ნებისმიერი საუბარი არის მნიშვნელოვანი. საუბარი, რომელიც დაარწმუნებს ჩვენს მეგობრებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები თუ ეროვნული დონის არჩევნები ვითხოვთ და ხალხი ციხეებშია და აქ ბრძოლას არავინ არ გაუგბის, კიდევ იმეორებ, ეხლა რომ არ ვიცი რომელ ადამიანზე თქვენ შეგიძლიათ შემდგომ თქვათ, რომ მე ბრძოლას ადმე გავეცეცი, ან არჩევნებში მონაწილეობა არ მივიღეოდეს მე, ან რომელიმე ჩემი მეგობარი. არა, აქ ამაზე არ არის საუბარი, ქალბატონო ხატია, აქ ისმის მუდმივად შეკითხვა, რომ ბოიკოტში რომ ვრჩებით, მერე რა ხდება, ანუ გვაქვს რაიმე სამოქმედო გეგმა, სხვათა შორის ნაწილობრივ ამ გეგმაზე ელენე ხოშტარიამ პარასკევს ჩემთან გადაცემაში ისაუბრა სამი ძირითადი კომპონენტი დაასახელა, მათ შორის ალტერნატიული. დიახ. მე გეტყვით, უნდა იყოს გეგმა, უნდა იყოს ერთიანი პოზიციის შენარჩუნება, უნდა იყოს დარწმუნება საქართველოს მოქალაქეების, რომ ეს სპეცოპერაცია არ არის არჩევნები და ბოიკოტიც არ არის სწორი ტერმინი, ეს არის არ მონაწილეობა ქართული ოცნების რაღაც ამ ოპერაციაში და მესამე ეს უნდა იყოს სანქციები, გაძლიერება და თავდაგადადებული მუშაობა სანქციებზე და მეოთხე ეს უნდა იყოს ადამიანებთან კიდევ უფრო პროპაგანდის წინააღმდეგ მოძრაობა და პროტესტის გაძლიერება. მე სხვა გამოსავალს უბრალოდ ვერ ვხედავ. თუ ვინმეს გონია რომ ეხლა გაყალბდება, მერე 20-ზე ეს არჩევნებიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, მერე რაღაცა იქმები ვერ მოგროვდება, აბა მერე რა მოხდება? ანუ მერე რაიმე განსაკუთრებული ჩამოვარდება სხვა გალაქტიკიდან, სხვა ოპოზიცია თუ რა? ანუ მე ვფიქრობ რომ ერთიანობა გვაძლიერებს და გვასუსტებს ფრაგმენტაცია. ეს არის ჩემი მთავარი мотиваცია და მთავარი წამოწვანა და არ ვთვლი რომ ეს თვითმმართველობის არჩევნები საერთოდ განხილვის საგანი უნდა იყოს. იმიტომ რომ ეს არ არის არჩევნები არის ნების გამოხატვა, მე და თქვენი. და ამ არჩევნებში ისევე როგორც წინა არჩევნებში ჩვენ ნებას ვერ გამოვხატავთ.
აი ზუსტად ვიცი რა სიტყვიან, თუნდაც აი ამ 4 პუნქტზე, რომელიც თქვენ ჩამოთვალეთ, ადამიანები, არ ვიცი, ექსპერტები, პოლიტიკოსები, ვინც არჩევნებში მონაწილეობის თემას ემხრობა, იტყვიან, რომ ეს არ არის გეგმა, ეს არის უბრალოდ სადღეგრძელოები. შეგიძლიათ ერთი აი ამ 4 ჩამოთვლილი არ ვიცი პუნქტიდან რაიმე აი კონკრეტიკა მაინც მოგვაწოდოთ. აი თუ საუბარი არის საერთაშორისო არ შევალ დაუშვათ წნეხის გაძლიერებაზე, ხომ? იმიტომ რომ ელენე ხოშტარიანი მაგალითად ასეთი რამ თქვა, რომ პროტესტმა უფრო მეტად უნდა შეაღწიოს სოციუმში. აი მაგალითად აქცია უნდა შევიდეს მეტროში, აქცია უნდა შევიდეს სავაჭრო ცენტრში. ამ თემას იმისათვის რომ არავინ გამოიყენოს საკუთარი პროპაგანდისტის მე პროტესტის გაძლიერებაზე გულისხმობ ყოველთვის მეტროში შევა თუ ნებისმიერ შენობაში მნიშვნელოვანია. მე მზად ვარ ყველა ის ადამიანი, ექსპერტები განსაკუთრებით, რომელსაც მოგებული აქვს საქართველოს ერთი ქალაქი მაინც თვითმმართველობის არჩევნებში, აი ეს ადამიანები მომიყვანეს და ამ ადამიანებს დავალაპარაკებ. აი ექსპერტი რო ლაპარაკობს, რომ თვითმმართველობის არჩევნები არის ძალიან კარგი, მე ვიყავი კანდიდატი, რომელიც 2000 ხმით მეორე ტურში დამარცხდა და ეს ამ ადამიანების საუბარი მე არ მახსენდება. ამიტომ მე მაქვს მოგებული ქალაქი გიორგი კირცაძეს აქვს მოგებული ქალაქი, რამდენიმე ადამიანს აქვს მოგებული ქალაქები. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით სპეციფიკა და ისიც ძალიან კარგად ვიცით, რომ მაგალითად მთელი 4 წელი ვიბრძოდი იმისთვის, რომ რეანიმობილები ჩაეყვანოთ ყველა ქალაქში და თვით მუნიციპალიტეტის პრობლემები რამდენად მნიშვნელოვანია. ყველა ის ადამიანი, ექსპერტი, არ ვიცი, ვინ ჩამოთვალეთ პატივისცემით, ყველა ის პოლიტიკოსი, რომელსაც ასე ვთქვათ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მოგებული აქვს ან კანდიდატებად იყვნენ და მოგებული აქვს, მე მზად ვარ ამ ადამიანებს გამოცდილება გაუზიარო და არგუმენტების და კონტრარგუმენტებით უთხრა. კი ბატონო, და კარგი, მაშინ აი ბოლოს გეტყვით, ვიდრე შევძლებთ და დავაორგანიზებთ, ძალიან საინტერესო იქნება მათ შორის მედია სივრცეში ასეთი ტიპის დისკუსიების მოსმენა. ოღონდ ვისაც მოგებული აქვს, ვისაც არ მონაწილეობა არასდროს არ მოიგია თვითმმართველობის არჩევნებში და კანდიდატი არ ყოფილა, მე არ მგონია, რომ რაღაცა განსაკუთრებული ცოდნა და უნარები აქვს ამ ადამიანებს თვითმმართველობის არჩევნებში და ზოგადად არჩევნებში. კანდიდატი ვინც ყოფილა კონკრეტულად და ვისაც ქონია შტაბური მუშაობის გამოცდილება და შეტაკებია იმ უმსგავსობას, რასაც ჩვენ შევეჯახეთ. ხო, განსაკუთრებით აი თქვენი ამ არგუმენტების და დასაბუთების ფონზე მინდა გკითხოთ, აი მაშინ მითხარით რა მოტივაცია ამოძრავებთ ხაზარაძეს და გახარიას ამ შემთხვევაში, იმიტომ რისკი, როგორც თქვენ ჩამოთვალეთ, არჩევნების და გაყალბების და ხმების მოპარვის არის ძალიან მაღალი. აი არ ვიცი პოლიტიკური გულუბრყვილობით მოძდით ეს ყველაფერი თუ არ ვიცი გადაწყვეტეს რომ ჩათრევას ჯობია ჩაყოლა. არა, არ მივაყენებ მე ამ შეურაცხყოფას არავის რომ ჩათრევას ჩაყოლა ჯობია. მე ერთადერთი შემიძლია გითხრათ რომ ალბათ იმედი აქვს რომ ეს ვთქვათ არ მონაწილე პარტიების რაღაცა ხმები შეიძლება მოაბილიზონ, რაღაცა რესურსი გაცილებით უფრო ვთქვათ მოაბილიზონ, მაგრამ მე შემიძლია გითხრათ რომ ეს არის მხოლოდ გულუბრყვილობა, იმიტომ რომ გათენდება 5 ოქტომბერი და ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი არ შეიცვლება და ნებისმიერი საუბარი იმაზე რომ დიდი ქალაქების წარსულობა შეგვიძლია წავართვის ჩვენ პირველ ტურში დიდი ქალაქები და მეორე ტურში ვერაფერი ვერ გავაკეთებთ. ეს გაახსენეთ ყველას, ქავოტონა ემა, ვინც თქვენთან ისაუბრებს იმაზე რომ დიდი ქალაქების გამოგლეჯვა შეიძლება ხელიდან. მადლობა და ბოლოს ძალიან მოკლედ, იმიტომ რომ ახლა მოგვისწრო ამბავმა, რომ სისხლის სამართლის კოდექსს ემატება ახალი სასჯელის სახე, უცხოელის საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა. მამკა დინარაძემ გააკეთა ცოტა ხნის წინ ეს განცხადება. როგორ ფიქრობთ, ვინ შეიძლება მოხდეს პირველ რიგში ეგრეთ წოდებულ გასაძევებელთა შავსიაში? ხო, იცით, ეს დიდი ხანია მუშეს პარლამენტში, ეგრეთ წოდებულ პარლამენტშია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრ ადამიანს როგორც უგზავენ საქართველოში შემოსვლას ჩვენს მეგობრებს ასევე აუგზავენ. მე არ გამოვიცხავ, რომ ეს გამოყენებული იქნას კონკრეტული ადამიანების, ვინც საქართველოში ცხოვრობენ, აქვთ თქვათ სამუშაო პერმიტი, ანუ თქვათ ეს ნებართვა და ზოგადად აქ არიან და დემოკრატიის პროცესებში ეხმარებოდა ქვეყანას მათ წინააღმდეგად. ამიტომ აი კიდევ ვიმეორებ, რეჟიმი არ გაკეთილშობილდება, რეჟიმი უფრო და უფრო დამძიმდება. და როდესაც რეჟიმი მძიმდება, ადეკვატური პასუხი ჭირდება ამ ყველაფერს და ამ ყველაფერს. უბრალოდ ანუ
მე მართლა მაინტერესებს კომისიის წევრების დაკომპლექტება იქნება პრობლემა, იმიტომ რომ დამკვირვებლები აღარ იქნება ის ადამიანები, ვინც 20 წელს იყვნენ დამკვირვებლები, იმიტომ რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს გაქრობა გააქვს რობიძინა ივანიშვილის რეჟიმმა. ბევრია ეხა არგუმენტები კი არა, კიდევ მორალური და ზნეობრივი პედესტალიდან ნამდვილად აღბაპარაკობ. ბევრ ადამიანს შეიძლება ძალიან უყვარს და დარწმუნებული ვარ უყვარს სამშობლო. უბრალოდ მე ვთვლი, რომ ბრძოლა იმ ბრძოლაში შესვლა, რომელიც ლეგიტიმაციას ანიჭებს მტერს, ეს არის უბრალოდ ჩემი აზრით ძალიან ღრმა შეცდომა. მადლობა, ხატია დეკანოიძეს, ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, კონსტიტუციონალისტი, მოძრაობა სოციალ-დემოკრატიისთვის წევრი ვახუშტი მენაბდა შემოგვიერთდა, მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. თქვენ როგორც კონსტიტუციის და კანონის უბადლო მცოდნეს, მინდა კითხოთ ზოგადად რა ნაღმებს ხედავთ იმ საკანონმდებლო ცვლილებაში, რომლის შესახებაც სულ ცოტა ხნის წინ ისაუბრა ქართული ოცნების უმრავლესობის ლიდერმა, ანუ როგორც გავიგეთ, იზრდება იმ უცხოელების მიმართ ჯარიმები, რომლებმაც საქართველოში ყოფნის წესი დაარღვიეს და მნიშვნელოვნად მარტივდება ქვეყანაში არალეგალურად მყოფ უცხოელთა გაძევების პროცედურა. მეტიც, როცა გააძევებენ, შეიძლება გარკვეული ვადით სანქციაც დააკისრონ არ შემოშვების თაობაზე. შეიძლება რაიმე პოლიტიკურ ნაღმებს შეიცავდეს ეს სამართლებრივი პროცედურა? ქართული ოცნება ბოლო რამდენიმე თვეა ამ მიმართულებით მუშაობს ადმინისტრაციულ კანონმდებლობაში გარკვეული ცვლილებები მან უკვე განახორციელა და ეხლა როგორც ჩანს ეს მოყვება სისხლის სამართლის კანონმდებლობაში ლაპარაკი არის იმაზე რომ ქართული ოცნება ცდილობს შეამციროს საპროტესტო პოტენციალი მათ შორის შეამციროს იმ უცხოელი მიგრანტების გამორიცხვით, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნიდან გამოექცნენ საქართველოში ავტორიტარულ რეჟიმებს, არადემოკრატიულ რეჟიმებს და ახლა თვლიან თავს ვალდებულად იბრძოლონ ქართული დემოკრატიისთვის, ქართველების მხარდამხარ იმათთან ერთად, ვინც ამ დემოკრატიის შენარჩუნებას ცდილობს და ეს არის მათი მხრიდან ერთგვარი მადლიერება და სოლიდარობის გამოხატვა ქართული ხალხის მიმართ. გავრცელდეს დაუშვათ დიპლომატიურ კორპუსზე, იმიტომ რომ ვიცით რომ ელჩებს გარკვეული ასე ვთქვათ იმუნიტეტიც იცავს, მაგრამ ისიც დიპლომატიურ ურთიერთობებზე ვრცელდება საერთაშორისო კანონმდებლობა და ჩვენი კანონმდებლობა, წმინდა სამართლებრივად რო გითხრათ, შიდა კანონმდებლობა ამ საერთაშორისო კანონმდებლობას ვერ შეუცვლის კალაპოტს და მიზნებს. თუმცა ჩვენ არ ვცხოვრობთ ხო კანონის უზენაესობის ქვეყანაში, რომელიც კანონის უზენაესობა შეიცვალა მთლიანად და ჩვენ გულუბრყვილობი არ უნდა ვიყოთ და არ უნდა შევხედოთ ძველი ფილოსოფიით არ უნდა აღვიქვათ სახელმწიფო, ხო? ეს ჩვენ სადაც ვცხოვრობთ, ახლა არის ფაქტობრივად ველური პოლიტიკა, მხოლოდ ძალის პოლიტიკა და ვინც მოერევა და ვისაც რისი გატანა შეუძლია, იმას გაიტანს, ვისაც რამდენი თავისუფლების დაცვა შეუძლია, იმდენს დაიცავს და ვისაც რამდენის დაქვემდებარება და საკუთარი ჩარჩოების პირობებში მოქცევა შეუძლია, იმდენს მოაქცევს ამ ჩარჩოებში. ასე რომ ჩემი პროფესია მაინც და მაინც გამოსადეგი არ არის ამ ვითარებაში. ხო, აი ამ ველური პოლიტიკის პირობებში არის არჩევნების ადგილი. ეხლა გადავიდეთ არჩევნებში მონაწილეობა, არ მონაწილეობის თემაზე. ფაქტობრივად ორბანაკად გაიყო ოპოზიცია. მე არ ვიცი, რომელიმე მხარე თუ შეძლებს, ასე ვთქვათ, საწინააღმდეგო მოსაზრების მქონეების გადარწმუნებას, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ახლა სწორედ აი ამ დისტანციურ დებატებს ვხედავთ მათ შორის. არის აი ამ ველურ პოლიტიკაში არჩევნების ადგილი. ეს ძალიან უცნაური საკითხია, თქვენ აღწერთ, იმიტომ რომ ოპოზიციას ჰქონდა შესაძლებლობა ერთობლივად ემსჯელა ამ საკითხზე, სანამ ონლაინ დებატებში შევიდოდა, როგორც თქვენ აღნიშნეთ. არჩევნების თარიღი ცნობილი იყო, ვიცით, როდის ჩატარდებოდა ეს არჩევნები და
ოპოზიციას უნდა ქონოდა რაღაცა ხედვა ამასთან დაკავშირებით. და სულ ცოტა ამის განხილვა მანამ უნდა დაწყებულიყო, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებებს ისინი მიიღებდნენ. და განიხილავდნენ კიდეც ანიწითრიძე მისაუბრა, რომ ჯერ კიდევ თებერვალში ოპოზიციაში განიხილებოდა ერთობლივი რაღაცა ფრონტით, ერთიანი ძალებით არჩევნების მონაწილეობის შესაძლებლობა და ისინი, ანუ ნაციონალური მოძრაობა მზად იყო ნეიტრალური კანდიდატის, ასე ვთქვათ, კანდიდატისთვის დაეთმოთ მერობის კანდიდატები. ხო და პრობლემა სწორედ მაგაშია, რომ თებერვალში რომ განიხილავდნენ და ეს დისკუსიები რომ დარჩა ოპოზიციის შიგნით. ჩვენი პრობლემა არის ის, რომ ღია საკითხებზე რატომღაც ითვლება, რომ ჯობს დახურულ კარს მიღმა, კი, რა თქმა უნდა, შესაძლებელია მოლაპარაკების რაღაცა ნაწილი მიმდინარეობდეს დახურულ კარს მიღმა, მაგრამ პოზიციები უნდა იყოს საჯარო და ღია დისკუსია უნდა არსებობდეს. შეიძლება პარტიას ან კონკრეტულ საჯარო პირს არ ქონდეს ჩამოყალიბებული საბოლოო პოზიცია, მაგრამ ისიც უნდა იყოს შესაძლებელი, რომ ეს დისკუსია თუნდაც დათქმებითო საბოლოოდ ჩამოყალიბებული არ არის, მიმდინარეობს და საზოგადოება ჩაერთოს ამ დისკუსიაში. ნუ სამწუხაროდ ესე არ მოხერხდა და აი ახლა მივიღეთ ეს მდგომარეობა აბსოლუტურად სხვადასხვა პოზიციაზე მყოფი ძალები, სადაც ფაქტობრივად აღარ არსებობს შეჯერების რესურსი. არა და სინამდვილეში ჩვენ ხო ხედავთ, რომ რაღაცებს მსგავს ლაპარაკობს ეს ხალხი. რა, მაგალითად, ვიცით, რომ სულ ცოტა არსებობს თანხმობა იმაზე, რომ რაღაცა პირობები შეიძლებოდა დაეყენებინა ოპოზიციას. იმიტომ რომ ყველანი ამბობს, რომ ისინიც კი, ვინც არჩევნებში მონაწილეობის წინააღმდეგი არიან. ამბობენ, რომ აი შესაძლოა ჩვენ არჩევნებში მონაწილეობას არ ვიღებთ, იმიტომ რომ გარემო არ არის სამართლიანი. და ისინი ამაში აბსოლუტურად მართლები არიან. აი რა საარჩევნო გარემო არ არის. ახლა ისეთი, რომ სამართლიანი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას ირჩევა. შეიცვალა ოპოზიციას ეს საარჩევნო გარემო და დააკლო ძალისხმევა. პოლიტიკა გულისხმობს არა მხოლოდ, პოლიტიკა არ არის ზუსტი მეცნიერება, ხო? ის არ გულისხმობს მაინც და მაინც ისეთ მოქმედებებს, რომელსაც ზუსტად ის შედეგი მოყვება, რაც თავდაპირველად არის გათვლილი. პოლიტიკა ამოდროულად გულისხმობს იმასაც, რომ შენ შეიძლება პირობები დააყენო, თუნდაც ამ პირობების დაკმაყოფილება არ ჩანდეს იმ კონკრეტულ მომენტში გონივრული და პერსპექტიული, მაგრამ ჯერ ერთი ამით შენ ქმნი პოლიტიკურ პროცესს, აცოცხლებ პოლიტიკურ პროცესს. ახდენ პოლიტიზირება საკითხების. კიდევ ერთხელ გამოგაქ პრობლემები, რომლის წინაშეც დგას დღევანდელი ქართული დემოკრატია. და ამაში საზოგადოებას აძლევ მონაწილეობის, თანამონაწილეობის შესაძლებლობას. ხო, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას არ უნდოდეს რაღაცა მეტი მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკური პროცესის გაცოცხლებაში. მაგრამ მათ ვერ შეძლეს ამისი დაგეგმვა და ორგანიზება. აი, ჩემი რამ შეუშალოთ ხელი? თქვენ მაინც ხომ გაქვთ შესაძლებლობა, არ ვიცი, წინააღმდეგობის პლატფორმის ფარგლებში რაღაცა ტიპის შეხვედრებს მაინც დაესწროთ. აი, შესწრები ხართ ამ ტიპის მსჯელობას, ამ თემაზე რაღაცა აზრების შეჯერება, გაცვლა გამოცვლას და რა დაგინახავთ, ვინ უშლის, რა უშლის ხელს ამ პროცესს. კიდევ ერთხელ ჩვენ არა ვართ წინააღმდეგობის პლატფორმის წევრები, თუმცა რა გარკვეულ საკითხებზე მათთან კოორდინირებაში მონაწილეობთ, მაგალითად როგორც იყო 26 მაისის, ამ დისკუსიებში ჩვენ არ მიგვიღია მონაწილეობა, ამიტომ ვერაფერს ვერ გეტყვით, მაგრამ ერთი რამ ცხადია, რომ ოპოზიციამ არ გაწია სათანადო ძალისხმევა არც ერთმა მხარემ ოპოზიციის იმისთვის, რომ დემოკრატიის პრობლემები, რომელიც ზოგადი პრობლემები კი არა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, ცხადია. ასე ძალიან კონკრეტული პრობლემები, რომელიც კონკრეტული ადამიანების, კონკრეტულ დემოკრატიული უფლების რეალიზაციას უკავშირდება, გამოეტანა პოლიტიკურ სამსჯავროზე და შემოეტანა პოლიტიკურ დღის წესრიგში. მათ ეს არ გააკეთეს და ახლა რასაც უყურებთ დიდი ნაწილი საბოლოო ჯამში
რჩება ისევ პერსონალურ კინკლაობაში და ძალიან ცოტა ადგილი ეთმობა აი ამ საკითხების პოლიტიზირებას. თორემ საკითხების მეტი რა არის, რომელიც შეიძლება გამოიტანო, ხო? საკითხი არის უკანასკნელ 2 წელიწადში მიღებული არადემოკრატიული და რეპრესიული კანონების კასკადი. საკითხი არის საარჩევნო სისტემის ცვლილება, რომელმაც გააუარესა 2021 წელს მიღწეული წინსვლა ადგილობრივი თვითმმართველობის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. საარჩევნო წესები, ადმინისტრაცია, ვადამდელი არჩევნების ვარიაციები და ცხადია პოლიტიკური პატიმრების საკითხი, ხო? ეს ძალიან ფართო თემებია და ფართო გაშლის შესაძლებლობას იძლეოდა, მაგრამ სამწუხაროდ ვერც ერთმა ძალამ ერთმა პირდაპირ გადახტომით თავით ამ არჩევნებში გახარიას გულისხმობთ? დიახ, ეს არის გახარიას გუნდი, ეს არის ლელო, რომელიც პირდაპირ წავიდა ამ საკითხზე და მათ გამორიცხეს ამით, ამ თავიანთი იმ თავითვე ღია განაცხადით ნებისმიერი პოლიტიკური დისკუსია ამ დემოკრატიის პრობლემებზე, რაც არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას გამორიცხავს და მეორე მხრივ იმათ, ვინც დანარჩენმა ოპოზიციამ, რომელმაც სათანადო ძალისხმევა არ გაწია ამ საკითხების წამოსაჭრელად და დღის წესრიგში შემოსატანად, რა შემთხვევაშიც ისინი იტყოდნენ, რომ თამაშის წესები გამოსწორდა და დაიწყებდნენ მერე უკვე მსჯელობას ამ საკითხებს. მესმის ახუშტი აბსოლუტურად, მაგრამ ახლა გამოსწორდა, შეიძლებოდა გამოსწორებულიყო. ხო, მაგრამ ახლა გვაქვს ის მოცემულობა, რაც გვაქვს. ახლა გაშვებული შესაძლებლობების გამოსწორების, არ ვიცი, არც დრო არსებობს და ალბათ აღარც შანსები. ახლა გვაქვს აი ეს სურათი ქვეყანაში, რამდენიმე თვეში არის ადგილობრივი არჩევნები, გახარიას და ლელოს პოზიცია ცნობილია. აქეთ ბოიკოტის მომხრეების პოზიცია თავის გეგმასთან ერთად, რომლის ნაწილიც ახლა თქვენ მოისმინეთ ხატია დეკანოიძისგან, ესეც ცნობილია. აი თქვენ მინდა გკითხოთ, როგორც სამოქალაქო, ასე ვთქვათ, აქტივისტ, ასე ვთქვათ, ხომ? არ გიყვართ ეს მაშინ ვთქვათ, ასე ვთქვათ, აქტიურ პოლიტიკურად აქტიურ მოქალაქეს მაშინ რომელ აი ამ შესაძლებლობას ემხრობით. მესმის რომ იქაც და იქაც ძალიან ბევრი რისკი არის, მაგრამ თუ არჩევანი მხოლოდ 2-ია, რომელ მხარეს არის თქვენი, ასე ვთქვათ, პოზიცია? ესე იგი, არსებობს მოდელები, როგორ შეიძლება განვითარდეს სამომავლოდ ვითარება ქვეყანაში. ეს შეიძლება იყოს მდგომარეობა, როდესაც გახარიას და ლელოს გუნდი მიიღებს ძალიან ძიმე მარცხს, ერთი მოდელი ეს არის და ფაქტობრივად ისინი კი რაღაც რამდენიმე მანდატს მიიღებენ საკრებულოებში, მაგრამ არსებითად ისინი დარჩებიან რაღაცა ფორმალურ პოლიტიკურ პროცესში, როცა რეალური პოლიტიკური პროცესები იქნება ამ ინსტიტუციური გარემოს გარეთ და წინააღმდეგობა იმოქმედებს აი ამ ინსტიტუტების მიღმა, ეს არის ერთი მოდელი. მეორე მოდელი არის ამის საპირისპირო. მეორე მოდელში პარტიები, რომლებიც რჩებიან პოლიტიკურ პროცესს, აი ამ საარჩევნო პროცესს მიღმა, კარგავენ აქტუალობას, იმიტომ რომ იცით, რომ მათ წინააღმდეგობის პროცესშიც დიდი სიმპათიას ისინი არ იმსახურებენ, ხო? მაშინ ის საფუძველზე ამბობენ, რომ რაღაცა პროტესტი უფრო მეტად უნდა შევიდეს სხვადასხვა სოციალურ ფენაში. ეს მათი სურვილია და მათი სტრატეგია, რაც მართებულია და სწორია. უბრალოდ რამდენად შეძლებენ ამას, ან რამდენად შეძლეს აქამდე მე ამაზე ლაპარაკობ, ხო? მეორე სცენარი ესაა, რომ ისინი დაკარგავენ აქტუალობას და ფაქტობრივად ისინი ვეღარ მოახდენენ პოლიტიკურ პროცესებზე გავლენას. ეს დამოკიდებულია ბევრ რამეზე, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ეს ორი სცენარი, როგორ შეიძლება განვითარდეს.
თავად აი ამ პოლიტიკურ ძალებზე არის დამოკიდებული. მე არ მინდა და როგორ სტრატეგია ექნებათ, მაგრამ მე არ მინდა სხვებზე ბევრი ვილაპარაკოთ, მე ვიტყვი ჩვენი სტრატეგია რა არის მოძრაობის სოციალური დემოკრატიისთვის. ჩვენი ამოცანა არის შექმნის დღიდან პროტესტის გამრავალფეროვნება და პროტესტში ისეთი საზოგადოების იმ ნაწილის ჩართვა, რომელიც შეიძლება აქამდე ინდიფერენტული იყო ამ პროცესების მიმართ. ეს როგორ უნდა მოხდეს, ხო? ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ ქვეყანაში არის ძალიან ბევრი უკმაყოფილების საფუძველი. დღეს საქართველოში ჩვენ ძალიან ცოტა ადამიანს ვნახავთ, რომელიც კარგად ცხოვრობს და რომელიც კმაყოფილია, ხო? საქართველოს მოსახლეობა, საქართველოს ქართველი ამორჩეული არის უკმაყოფილოთა არმია. ისინი შეიძლება ფიქრობენ, რომ ეს უკმაყოფილება სხვადასხვა რამით არის გამოწვეული. მაგრამ სინამდვილეში თუ ჩვენ ძირიზირამდე ჩავყვებით, დავინახავთ, რომ მათ უკმაყოფილებას აქვს ერთი საფუძველი. ეს არის უსამართლო პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური გარემო, რომელიც ქართველი ხალხისთვის არ მუშაობს და მუშაობს მარტო ელიტისთვის. ამიტომ მიზანია რომ ეს უკმაყოფილება სახლებიდან გამოვიდეს გარეთ. ეს უკმაყოფილება პოლიტიზირდეს. პირველი ეს არის, რომ ამან შეიძინოს პოლიტიკური აზრი. ის კი და პოლიტიკური მნიშვნელობა, ანუ გამოიკვე, რას ნიშნავს პოლიტიზაცია? ესე იგი, გამოიკვეთოს პასუხისმგებელი პირი, პასუხისმგებელი ვინ არის და რა არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ დღეს ადამიანები ასე ცხოვრობენ. ეს საკმარისია, რომ მხოლოდ პასუხისმგებელი პირი გამოიკვეთოს. ეს არის პირველი. გამოიკვეთოს ასევე პოლიტიკური პირი, რომელიც აი ამ პრობლემებს მათ სამომავლოდ გადაუჭრის. აბსოლუტურად მართალს ბრძანებთ, ოღონდ პატარა დანამაც გავაკეთებთ მან, პატარა შესწორებას. თუ ნებას მომცემთ. ესე იგი, მას შემდეგ რაც მოხდება პოლიტიზირება ამ საკითხის, ანუ პოლიტიკური მნიშვნელობის მიზეზი გამოიკვეთება პასუხისმგებელი ვინ და რა არის ამ ადამიანების ცუდყოფაზე, ამის შემდეგ უნდა გამოიკვეთოს გამოსავლის გზები. და კონკრეტული პასუხისმგებლიანი ხედვა, რომელიც ამ ადამიანებს რეალურად დაანახ, ვინ კი არა, ანუ ვიღაცა ერთი ლიდერი კი არ უნდა გვყავდეს ჩვენ, რაღაცა ბელადი, რომელიც კიდევ ერთხელ წაუძღვება ამ ხალხს. ჩვენ ბევრი ბელადი გვინახავს, რომელიც დაპირებებით მოსულა. არამედ ეს იქნება პოლიტიკური ერთობების გასაკეთებელი საქმე, რომ ამ საზოგადოებას ანახოს და დაანახოს სად არის გამოსავალი. ჩვენ ამაზე ვაპირებთ ყურადღების გამახვილებას. ერთი, გამოვკვეთოთ პასუხისმგებელი ვინ არის, მეორე, გამოვკვეთოთ გამოსავალი სად არის და ჩვენ ამაზე ძალიან ბევრს მუშაობთ. ბევრი სხვადასხვა მიმართულებით, ათეულობით ჩვენი წევრი დღესაც ამ წუთასაც ჩართულია და 26 მაისს ჩვენ გვქონდა პრეზენტაცია ხედვების, როგორ შეიძლება ეს პრობლემები გამოსწორდეს და მესამე, ამან საბოლოო ჯამში ესე იგი პასუხისმგებელი პირის გამოკვეთა, კონკრეტული ხედვის დასახვა, უნდა შეძლოს ადამიანების მობილიზება, რომლებიც გაერთიანდებიან ამ ცვლილებებისთვის და იმისთვის, რომ ჩვენ აღარ გვინდა ისეთი პოლიტიკური სპექტრი, ისეთი პოლიტიკა, რომელიც 2024 წლამდე გვქონდა. ჩვენ ამ კრიზისში უნდა ვიპოვოთ გამოსავალი. ეს ურთულესია, მაგრამ ამ კრიზისმა უნდა მოგვცეს შესაძლებლობა, რომ წავიდეთ წინ და ვისწავლოთ იმ შეცდომებზე, რაც 35 წლის განმავლობაში უშვებდი. ეს საკუთარი პოლიტიკური, ასე ვთქვათ, ნება არჩევნებზე, საარჩევნო ურნასთან თუ აქციებზე. ამას გიკითხებით, ანუ თავდაპირველად ეს იქნება აქციები და წინააღმდეგობის სხვა ფორმები იქნება ეს, გაფიცვა იქნება ეს, ვთქვათ, ბოიკოტი თუ სხვა, ამ შემთხვევაში სოციალურ ბოიკოტს გულისხმობ. გამოსვლები, ესე იგი საპროტესტო აზრის წარმოება და ასე შემდეგ და რა თქმა უნდა საბოლოო ჯამში ამ ხალხმა ეს უნდა დააფიქსიროს საარჩევნო ურნებთან ადგილობრივ არჩევნებზე? არა, ადგილობრივი არჩევნებისთვის ძალიან ნაკლებ სავარაუდოა, რომ ეს მოხერხდეს. არა, ჩვენ ვლაპარაკობთ უფრო გრძელვადიან, საშუალოვადიან პროცესზე, სადაც ჩვენ აქამდე გაშვებული შესაძლებლობები, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, რომ ეს შესაძლებლობები გაშვებულია, მაგრამ უნდა
ჩვენ დავიწყეთ ეს რამდენიმე თვია და ამის გაგრძელებას ვაპირებ და სხვებსაც მოუწოდებთ, რომ იგივე გააკეთონ. პასუხისმგებლიანი პოლიტიკა კონკრეტული გამოსავლებით, კონკრეტულ კითხვებზე პასუხებით, რომელიც ამ ადამიანებს აწუხებს და ეს კითხვები ძალიან ელემენტარულიდან და ერთი ყოველ დღე რასაც ხვდებით მაქედან დაწყებული არის ძალიან გლობალურამდე რა. მაგალითად, რატო არის თბილისში საცობი ან ბათუმში რატო აღარ ქრის ზღვის ჰაერი? აქედან დაწყებული. დამთავრებული როგორ უნდა იპოვოს საქართველოს საკუთარი ადგილი შეცვლილ გეოპოლიტიკურ საერთაშორისო ურთიერთობებში. ამაზე პასუხები უნდა არსებობდეს და ამაზე ხალხი უნდა მუშაობდეს. იმისთვის, რომ ადამიანები დაარწმუნონ, რომ წამოყვნენ ამ პროცესს. აი ეს არის ლიდერი კი არ გვჭირდება. კითხვებზე პასუხები გვჭირდება და კითხვებზე პასუხებია სწორედ ლიდერი. კი ბატონო, მესმის, მაგრამ არჩევნებში, ადგილობრივ არჩევნებში, რამდენიმე თვეში ოპოზიციის მონაწილეობა, არ მონაწილეობის საკითხმა შესაძლებელია მათ შორის თქვენს გეგმებში შეიტანოს გარკვეული ცვლილება. ამიტომ გეკითხებით და მაინტერესებს თქვენი პოზიცია. უფრო რომელ პოლიტიკურ ბანაკის მოსაზრებას ემთხოვით, ვინც მიდის აი ამ საარჩევნო ბრძოლაში, თუნდაც იმ რისკით, რომ შესაძლებელია ეს არჩევნებიც გაყალბდეს, აბა რა ვქნათ, ყველა არჩევნებს თუ გააყალბებს, ოცნება არცად არჩევნებში არ მივიღოთო მონაწილეობა, დაახლოებით ასეთი შეფასება მოვისმინეთ დღეს და მეორე ბანაკი, რომელიც ამბობს, რომ ბოიკოტი და თუ ეს ერთიანი და ერთობლივი ბოიკოტი იქნება, გაცილებით მეტ ეფექტს მოიტანს და არ მისცემს ქართულ ოცნებას იმ ლეგიტიმაციას, რომელიც ასე სჭირდება. პირველი, მე თქვენს გადაცემაში მოსვლა, იმიტომ მიყვარს, რომ აქ შესაძლებლობა, აი, როგორღაც დაუსხლტე ამ კი და არა პასუხებს, ან ერთს ან მეორე პასუხს და უფრო ღრმად შევიდე დისკუსიაში. ამიტომ მე თქვენ როცა მკითხეთ ეს კითხვა მეორეჯერ მისვამთ ახლა ამ კითხვას, მე შევეცადე მაქსიმალურად ფართოდ გამეცა ამაზე პასუხი და მეთქვა რომ მე თქვა ის პოზიცია, რაც მე მაქვს. ამავდროულად ჩვენი მოძრაობის პოზიცია არის ის, რომ ჩვენ არჩევნებში არ მივიღებთ მონაწილეობას. და ამისი ბევრი მიზეზი არსებობს. ამის ერთი მიზეზი არის ის, რომ ამ წუთას არ არის არჩევნებში ის გარემო საზოგადოებაში და განწყობა ჩვენს წევრებში, რომელიც არჩევნებში ენთუზიაზმით ჩაგვთავდა. მეორე არის ის, რომ ჩვენ არ შევქმნილ ვართ იმისთვის, რომ აი ეხა უსწრაფესად მიგვეღო არჩევნებში მონაწილეობა და ჩვენთვისაც უსწრაფესად არჩევნებში მონაწილეობა. რა თქმა უნდა, შეიძლება რაღაცა ისეთი მომხდარიყო, რაც ამას გადაგვაფიქრებინებდა, მაგრამ ესეთი რაღაცა არ მომხდარა და მესამე ესეთი სწრაფი და აჩქარებული მოქმედება მიუხედავად იმისა, რომ ძალიან турბულენტურ გარემოში ვართ. ჩვენ გვაქვს პრეტენზია იმაზე, რომ ჩვენი მოქმედება და ჩვენი ნაფიქრი იყოს არა რაღაცა ცაიტნოტში მიღებული, არამედ შეყოვნებული, დაფიქრებული და პასუხისმგებლიანი. ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ჩვენი რჩევა, გემოდა ისაც თქვი, მათ უნდა დაეწყოთ ღია დისკუსია ბევრი თვის წინ, ჩამოეყალიბებინათ მოთხოვნები, ეთქვათ, აი ეს არის მოთხოვნები, რაც არჩევნებში მონაწილეობას აზრს მისცემდა და ამის შემდეგ დაწყებულიყო პოლიტიკური პროცესი. მე არ ვამბობ, რომ ეს პირობების წამოყენება აუცილებლად წარმატებამდე მიიყვანდა მათ, მაგრამ ჩვენ გვექნებოდა პოლიტიკური პროცესი. ახლა ჩვენ გვაქვს ეხლა ჩვენ გვაქვს პროცესი, რომელიც გაჭედილია და რა ხდება? მთელი ბოლო ერთი კვირა ვუყურებთ ოპოზიციის დისკუსიას და რეჟიმის შესახებ კრიტიკა გამქრალია. ანუ უკმაყოფილება მთლიანად გადამისამართდა ოპოზიციის მომხრეებს შორის ერთმანეთზე. რაც მე არ ვამბობ, კი, ეს საჭიროა, ყველა ერთიანი ვერ იქნება და ჩვენ მაგიტო შევიქმენით, რომ არ მოგწონდა სხვები და ეს ხადია ჩვენ მათ მიმართ უკმაყოფილებას ეფუძნება. მაგრამ ეს ერთი ნაწილია პოლიტიკური ბრძოლის, რომ თქვა, რომ აი მე სხვისგან განსხვავდები და მგონია, რომ ჩემი ხედვა ამ ქვეყნის აშენების უფრო სამართლიანია ვიდრე სხვისი. მაგრამ მეორეა, როცა ეს სადავართ ვცხოვრობთ აბსოლუტურ ავტორიტარიზმში
აბსოლუტურად მთელი ძალაუფლება აბსოლუტიზირებული აქვს ავტორიტარიზმს და დემოკრატიულ ძალაზე ვისაც აქვს პრეტენზია და მათი გულშემატკივრები ბოლო ერთი კვირა არსებითად ხელისუფლების წინააღმდეგ კი არა და რეჟიმის წინააღმდეგ კი არ არის მათი ეს უკმაყოფილება მიმართული არამედ ერთმანეთის მიმართ თლიანად კიდევ ერთხელ და ვამბობ და არანაწილად. მადლობა. აი ეს არის პრობლემა და ეს შეიძლება დაზღვეულიყო სწორი პოლიტიკური ნაბიჯებით და სწორი პოლიტიკური მადლობა ვახუშტი მენაბდეს კონსტიტუციონალისტი მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის წევრი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი რეკლამის შემდეგ თქვენ მოусმენთ პაატა მანჯგალაძეს და ლანა გალდავას მოგეხსენებათ რომ ერთი სტრატეგია აღმაშენებელს წარმოადგენს სადაც მიაჩნიათ რომ ოპოზიცია პირველ რიგში უნდა შეთანხმდეს რას ეძახის არჩევნებს და აქვთ ჯერ კიდევ იმეც იტოვებენ რომ საბოლოოდ ყველა რაციონალურ გადაწყვეტილებას მიიღებს და არ მიიღებს იმ ცირკში მონაწილეობას, რასაც ქართული ოცნება არჩევნებს ეძახის. მეორე მხარეს არის ლელო, სადაც მიაჩნიათ რომ არ შეიძლება ასე რაღაცა იარლიყების მიკერება ამა თუ იმ პოლიტიკური ძალისთვის, ვისაც მიაჩნია რომ თუ ხელისუფლებას დაამარცხებს ადგილობრივ არჩევნებში, ამით უფრო მეტი შესაძლებლობა გამოჩნდება, მათ შორის ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების. ასე რომ რეკლამის შემდეგ დაგიბრუნდებით სტუმრებთან ერთად. გადაცემა 360 გრადუსი დაბრუნდა ეთერში. თუ პარტიები არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით შეთანხმებას შეძლებენ, გაგვიხარდება აუცილებლად შევერთებით მერობის ნეიტრალური კანდიდატის შესახებ განხილვას. ამის შესახებ განცხადება გახარია საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა ბექა ლილუაშვილმა გააკეთა, სხვათა შორის ძალიან მალე გაქარდეს მისი ასე ვთქვათ ეს განცხადება სოციალურ ქსელებში განხილვის საგანი არის აი ამ წუთებშიც დღეს ჩვენი შემდეგი მიზანი მერობის ნეიტრალური კანდიდატების შერჩევაო როგორც ჩანს წინ წავიდა პროცესი ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა არ მონაწილეობის თემასთან დაკავშირებით ოპოზიციურ ფლანგზე თუმცა შევეცდებით უფრო მეტი მოვისმინოთ ჩვენი სტუმრებისგან ლანა გალდავა, ლელო ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე, სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი ლიდერი. მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. რაღაცა რომ არ გამოგვივიდეს სხვისი განცხადებების კომენტირება. მინდა რომ აი თავიდან დავიწყოთ. წარმოვიდგინოთ რომ ეს არის მინი მოდელი იმ დისკუსიის და მსჯელობის, რომლისთვისაც მხარეები მზად არიან. მზად რომ არიან, ეს ჩვენ მოვისმინეთ ელენე ხოშტარიანსგან, რომელმაც გაუკეთა საჯარო შეთავაზება თქვენი პარტიის ლიდერს მამუკა ხაზარაძეს და რომელმაც მიიღო ეს შეთავაზება და გამოთქვა მზაობა ფართო დისკუსიისთვის. რომ წარმოვიდგინოთ მინი მოდელი და პირველ რიგში მე მესმის რომ რაღაცეების პოლიტიკური კულუარების ბოლომდე გამოტანა შეიძლება არ იყოს კორექტული და მთლად სასიამოვნო საყურებელი მოსახლეობისთვის, მაგრამ პირველ რიგში ამომრჩევლის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იღებდეს ესა თუ ის პოლიტიკური ძალა სხვადასხვა გადაწყვეტილებას, ამიტომ იმსახურებს ნამდვილად, მათ შორის თქვენი ამომრჩეველი, იცოდეს ის სამი ძირითადი არგუმენტი, რასაც თქვენი გადაწყვეტილება არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ეყრდნობა. მოგესალმები და მივესალმები ტელემაყურებელს. პირველ რიგში დავაფიქსირებ ფაქტს, რომ ამ ეტაპზე ლელო ძლიერი საქართველოს მიღებული გადაწყვეტილება თვითმმართველობის არჩევნებში აპრიორი მიიღებს თუ არ მიიღებს მონაწილეობას მიღებული არ აქვს, მაგრამ ჩვენ ვამბობთ ერთ რამეს, რომ საჭირო არის კონსულტაციების დაწყება და ძალიან კარგია, რომ ასეთი კონსულტაციები და დიალოგი დაიწყო. ახლაც მე მოვდივარ პარტიის ოფისიდან, სადაც შეკრებილები ვიყავით აქტივისტები, სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები, რომელსაც აინტერესებთ კონკრეტულად ინფორმაცია მიიღონ, რა არის არგუმენტები, რა არის კონტრარგუმენტები და ეს არის ძალიან კარგი და გამჭვირვალე პროცესი. ამავდროულად მე მინდა მაყურებელს შევახსენო ლელო ძლიერი საქართველოს რას აკეთებდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ რამდენიმე დღეში ჩვენ გამოვედით ინიციატივით და ვთქვით, რომ შესაქმნელია აუცილებლად ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი.
არ გინდა რაც გინდათ ის დაარქვით, გინდათ პლატფორმა, გინდა ალტერნატიული პარლამენტი, სათათბირო ორგანო, სადაც დაჯდებოდა 4 კოალიცია ბარიერგადალახული საწყის ეტაპზე და შემდეგ უკვე გაფართოვდებოდა ცხადია, მაგრამ ის პოლიტიკური კოალიციები, რომლის უკანაც იდგა აი ეს ელექტორალური ძალა, ეს მილიონი ხმა, მათ შორის 200,000 ჩვენი ამომრჩეველი უშუალოდ ლელო ძლიერი საქართველოს და პოლიტიკური საკითხები გადაწყდებოდა პოლიტიკურ მაგიდასთან. ყველაფერი გავაკეთეთ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი, შედგა 2 შეხვედრა, თემატურ ჯგუფებში სხვადასხვა მიმართულებით მონაწილეობას ვიღებდით, როგორც საგარეო, საარჩევნო, იურიდიული დახმარების საინფორმაციო ცენტრში, ქარტიის ხელმომწერები ვართ, მაგრამ პოლიტიკური ძალა წავიდა წინააღმდეგ? არა, ეხლა რა ხდება? ამის შემდეგ საერთოდ გაჩერდა ეს მუშაობა და კომუნიკაცია და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ჩაიკეტნენ საკუთარ ნაჭუჭში, ისე რომ ჩვენი კომუნიკაცია დღის მდგომარეობითაც ხდება სხვადასხვა ტელევიზიის საშუალებით კომენტირების, რაც არაჯანსაღია აბსოლუტურად, ან Facebook გვერდებზე სოციალური ქსელების რაღაც ლაივების ჩაწერით და ამიტომ ვამბობთ, რომ პოლიტიკური პროცესი პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს. ეს პოლიტიკური პროცესი უნდა შემოვიდეს პოლიტიკაში იმით, რომ ჩვენ მე და პაატა რომ სხედვართ დღეს თქვენ ეთერში, აქ კარგია რომ სხედვართ, მაგრამ მე და პაატას უნდა გქონდეს ცალკე შესაძლებლობა პლატფორმის ფარგლებში გავიაროთ რა ის პოზიციები და შემდეგ მოვიტანთ. ახლა გეტყვით სალომე ზურაბიშვილთან არსებული წინააღმდეგობის პლატფორმა, რაც თავიდან დაანონსებული იყო, როგორც თავარი 4 ბარიერგადალახული კოალიციის შეკრების ადგილი და რა თქმა უნდა სხვა პარტიების, რომლებიც წარმოდგენილები არიან, მაგრამ ელექტორალური ძალა ვის უკან იყო პარტიების ამ პოლიტიკური სუბიექტებიდან დღეს იმ პლატფორმაში რეალურად არის ლელო ძლიერი საქართველო, იმიტომ რომ იქ სხვა კოალიციების წარმოდგენილები არ არიან. კი, ელენე ხოშტარი არის როგორც სტრატეგია აღმაშენებელი, როგორც სტრატეგია აღმაშენებელი შეხვედრებზე არის ნაკლებად აწარმოდგენილი. მოსულ ხართ, მაგრამ კოალიცია. ანუ თქვენ არ გაგიკეთებიათ განცხადება, რომ დატოვეთ წინააღმდეგობის პლატფორმა, მაშინ რატომ არ მონაწილეობთ? 4 კოალიცია ვინ იყვნა? ის 4 კოალიცია უნდა მდგარიყო. არა, კოალიციებიდან ვართ ჩვენ წარმოდგენილები დღესაც ამას ვამბობთ, რომ დაბრუნდეს ეს ფორმატი, დაბრუნდეს იმ ფორმით, რომ ჩვენ გამარჯვების ფორმულა გვაქვს დასადები და თქვენ მკითხეთ, აი რა არის არგუმენტებულო. პირველი მოგვიანებით გადავიდეთ ამაზე აუცილებლად. პაატასგან მოვისმინეთ, რატომ არ მონაწილეობენ, რატომ არის ეს ზოგადად კომუნიკაციის პრობლემა, წინააღმდეგობის პლატფორმამ რატომ ვერ შეძლო გაეხსნა დისკუსიის სივრცე ასეთ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით და მაშინ გითხარით თუ თქვენც დატოვეთ წინააღმდეგობის პლატფორმა, ესეც გახდეს იქნებ საჯაროდ ცნობილი მათ შორის თქვენი ამომრჩევლისთვის. კი ბატონო. მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებ მაყურებელს, რაც შეეხება წინააღმდეგობის პლატფორმას არ დაგვიტოვებია, ერთ-ერთი ინიციატორები და შემქმნელები ვართ სხვებთან ერთად ამ პლატფორმის. და შეხვედრებში არ მონაწილეობთ, ყველა შეხვედრას იყავით სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას. ამ წუთას 5 საათზე, დღეს 5 საათზე გიორგი ვაშაძე სასამართლოს მერე პირდაპირ მივიდა. ეს სხვა ტიპის შეხვედრა. წინააღმდეგობის პლატფორმაზე. სალომე ზურაბიშვილთან ინდივიდუალური შეხვედრები იყო. მანამდე იყო შეხვედრა, მევესწრებოდი, გიორგი იყო უცხოეთში. მესწრებოდი იმ შეხვედრასაც, როცა ლელოს წარმომადგენლები ცდილობდა ახსნას რატომ არის არჩევნებში მონაწილეობა მნიშვნელოვანი, ესეთ შეხვედრაც იყო. კი ბატონო, როდის იყო ეს შეხვედრა შეგიძლიათ გითხრათ? წინა კვირას იყო ეს შეხვედრა, როცა ცდილობდა რას ნიშნავს, ანუ ვერ ახსნა, ვერ ხო, დაწუნებას ასე ვთქვათ. ყარი არგუმენტები ვერ მოიყვანა. ჩვენ ახლა პატარები არ ვართ ყველას აქვს ყარი პოზიცია, მე მესმის აბსოლუტურად ლელო რასაც ამბობს. მაგრამ იმისთვის რომ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, აუცილებელია ჩატარდეს არჩევნები. 26 ოქტომბრის არჩევნება დაადასტურა, რომ ბოლო შანსი იყო, ასე ვთქვათ, ქართულ მოწმებამ არნახული გაყალბება, ტოტალური გაყალბება ჩაატარა, ჩაიდინა და მის შემდეგ არა თუ შეცვალა რამე ამ მიმართულებით, არამედ კიდევ უფრო გაამკაცრა, მათ შორის არჩევნებზე დაკვირვების შესაძლებლობა, საერთაშორისო ორგანიზაციების არჩევნებში. საარჩევნო საკითხზე გადავა. არა, სხვა რამეს ვიყვებით ახლა, უყურე ნახეთ. და ნახე რა argument. ცოტა სხვა პრეტენზია იყო ლანასგან, მან თქვა რომ კოალიციებიდან მარტო ჩვენ დავრჩით თუ ანუ რატომ არ არის ის კოალიცია წარმოდგენილი, რა კოალიციითაც თქვენ შეხვედით, ანუ უფრო რომ კორექტულები ვიყოთ ამ შემთხვევაში და გავყვეთ იმ პრეტენზიას მეტი სიზუსტით, კი ბატონო.
ესე იგი არჩევნების საკითხზე ვილაპარაკოთ. ეხლა რა მოხდა, ესე იგი ყველა ლიდერის ფაქტურად ამ 4 კოალიციაზე ლაპარაკი და ფაქტურად ყველა კოალიციიდან თითო 2 ადამიანს სისხლის სამართლის საქმე აღძრული, ეს პროცესი არის. კანონი აქვს სპეციალური მიღებული პარტიების გაუქმების შესახებ, ამაზეც იდის ლაპარაკი და სპეციალური კომისია არის, რომელიც ვინც მომავალში მოხდება თვალში, იმ ადამიანებსაც დააკავებს. ანუ დღესაც მომიწია ამის ახსნა და კიდევ ერთხელ გამიმეორებ, იმიტომ რომ სალაპარაკო სხვა არ მაქვს, უბრალოდ კარგი არგუმენტია. ეხლა თქვენ რომ შევთავაზეთ მე და თქვენ ხალხო, რომ უნდა ვითამაშოთ ფეხბურთი და 5 მოთამაშე ფეხბურთის დაწყებამდე რომ გაგიგდოთ მე, დაგიჭიროთ. მე საჯი ჩემიანი იყოს ეს ცენტრალური საარჩევნო კომისია ამ შემთხვევაში და პლუს კონდეს კიდე წითელი და ყვითელი ბარათი შეუზღუდავი, დანარჩენს გოლს გაიტან თუ თქვათ რაც იქნება დაგაჯარიმებ და მე რომ დავდგე ახლა და მაინც ვქო რომ მე თავარია მონაწილეობა ვეთამაშო ემას და შედეგს ამიშოლობა ხო დაახლოებით ესეთ სიტუაციაში ვიგდებთ თავს მე და მე არც ლელო არ მემეტება ამისთვის და არც არავინ არ მემეტება იმიტომ რომ ჩვენ ქართული ოცნების შექმნილი დღის ეს რიგით კი არ უნდა ვაკეთებდით ჩვენ უნდა ვიპოვოთ ის შეხების წერტილები და არსებობს ხო წინააღმდეგობის პლატფორმა არსებობს და ძალიან კარგი ფორმატია პატა ბუჭულაძესთან ფორმატი იქ ხო თელი პროტესტში მონაწილე რუსთაველის პროტესტი და ბევრი ადამიანია კიდე წარმოუდგენელი. აქ ყოველ ჩვენ აქტიურად ვარ წარმოუდგენელი და კიდე სხვა ფორმატებსაც ვეძებთ, სადაც შეიძლება. მათ შორის ლანა რომელსაც ამბობდა ფორმატს რომ რაღაცა გვინდოდა რომ პარლამენტი კი არა და სათათბირო საქმე ყოფილიყო, ატონა ხო? ცენტრი ყოფილიყო, აქაც აქტიურად მომხრეებსაც აქვთ ეს იდეა, მაგრამ რაღაცნაირად ამ ორი ფლანგის აღიაროთ რომ ვერ შედგა. ყურადღების შეგიძლიათ ახსნათ აი რა არა ვერ შედგა და არჩევნებთან არა კავშირშია ვერ შედგა გავიგეთ უნდა შედგეს. რაღაცა მისტიკასთან არის ეს მიზეზები დაკავშირებული ასტროლოგიასთან არის დაკავშირებული. შედგება ძალიან ცუდი იქნება. მოდი ერთ რამეს ვეთქვი. თუ არ შედგება ეს გაერთიანება მე არ ვიცი ჩვენი მიზეზიც არა გიორგი ვაშაძე ამ წუთასაც ეხლა რა გამოვედი ოფისში და კიდე ხვდებოდა აქტივისტებს და არც ლანასთან არ არის პრეტენზია არც ლელოსთან არ არის პრეტენზია შეხვედრას რომ მოდი რა მოდი ეს 4-ვე აი ამ წინააღმდეგობის პლატფორმის დამფუძნებლები 4-ვე კოალიცია ბოლოჯერ კიდევ ბოლო შანსი გამოვიყენოთ დავსხდეთ და ამ თემაზე ყველამ ჩვენი ბოლო სიტყვა ვთქვათ. აი არ ვიცი, ამას რა უდგას წინ, ამის ან სურვილი არ გაგჩენიათ თქვენ გახდეთ ინიციატორი და თქვენ გაუკეთეთ ეს შეთავაზება. თუ გაუკეთეთ უკვე გითხარით რა პასუხები მიიღეთ, იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ, ჩემსავით ძალიან ბევრი ამომრჩეველი უბრალოდ არის შეურაცმყოფელი, იმიტომ რომ არ შეხვედრის დიალოგის ვერ ასე ვთქვათ, გამართვის მიზეზსაც ვერ ვიგებთ. ჩვენც დაინტერესებული ვართ ამ საკითხით. თქვენ იცით, რომ პირველი, ვინც გამოვიდა ინიციატივით, სწორედ ლელო ძლიერი საქართველო იყო და ყოველთვის ვამბობდით, რომ ერთობა და ერთიანობა არის მთავარი. ამიტომაც ვიძახდით, რომ შესაქმნელი ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი. დღეს ვამბობთ, რომ რადგანაც მოახლოვდა თვითმმართველობის არჩევნები და თქვენ თქვით, რა არის არგუმენტები დაუშვათ, რომ განვიხილოთ ეს საკითხი. ხო, ბატონო, ძალიან ესეთი საინტერესო შედარება მოიყვანა, რომ 11 მოთამაშიდან 5 რომ პირველი ბრძოლას ყოველთვის აზრი, მეორე რომ აუცილებელია პოლიტიკის შემოტანა პოლიტიკურ პროცესში, საიდანაც პოლიტიკა და პოლიტიკოსები საერთოდ გამქრალები არიან. აუცილებელი არის რომ გავმიჯნოთ ერთმანეთისგან ლეგიტიმაციის საკითხი, აი ამბობენ რომ ლეგიტიმაცია შეიძლება მიენიჭოს ქართულ ოცნებას. ამ დროს ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც ყველა ფიქსირებს რომ საპარლამენტო პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა შესაძლებელია მხოლოდ ხელახლა საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნით და თვითმმართველობის არჩევნები არის ბრძოლის დამატებითი ხაზი. ის რომ საპარლამენტოს მოთხოვნა კვლავ უნდა დარჩეს და პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ეს არის ფაქტი და არავინ არ ამბობს რომ ეს მოთხოვნები უნდა შეიცვალოს, მაგრამ ის მომენტი რომ 99 დეპუტატი 113 და 116 ვერ გახდება ვერანაირი მოცემულობით სანამ ახალ საპარლამენტო არჩევნებს არ ჩანიშნავენ, ამას აღარ ჭირდება მტკიცება და უკვე ამბობენ ყველა
აქტორი, ვინც არის ამ არაღიარების მონაწილე, ამბობს, რომ რაც გინდა გააკეთოს ქართულმა ოცნებამ, აღიარების საკითხი დასრულებულია, იმიტომ, რომ საპარლამენტო კრიზის განმოხტავს მხოლოდ საპარლამენტო არჩევნები. პაატას მოსაზრება მოვისმინოთ, მე მგონი 3-ზე მეტი არგუმენტი ჩამოთვალა ლანამ ბრძოლას არგუმენტები არის უამრავი. პოლიტიკის შემოტანა და პოლიტიკური დღის წესრიგის გაცოცხლება, ლეგიტიმაცია ლეგიტიმაციის საკითხი არ არის მიბმული ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით და მხოლოდ ხელახარ არჩევნებში ასე ვთქვათ მონაწილეობამ შეიძლება დააჩქაროს ახალი საპარლამენტო არჩევნების შეიძლება მთავარი დავამატო ამ საკითხში. ძალიან მინდა რომ ესეც გაისიგრძე განოს ჩვენმა მაყურებელმა. არ გეუბნებით ახლავე და გეუბნებით მე რამდენად რომ ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის, მაგრამ დაუშვათ არის ბოიკოტი, სრულყოფილი ბოიკოტი. თქვენი არგუმენტები ყველა, ასე ვთქვათ, არჩევნებში მონაწილეობის ასე ვთქვათ, კი, სხვა მიმართულებითაც, იმიტომ რომ ეს მთხოვეთ მე თქვენ, რომ გეთქვათ ეს არგუმენტები. ბოიკოტთან დაკავშირებით გაქვთ არგუმენტები? ერთი წუთით რომ მოხი. აი დაუშვათ, გავედით ბოიკოტში, ეს 4 ბარიერგადალახული არ გამოდის ისედაც, იმიტომ რომ ერთს დაფიქსირებულია, გამოვდროულად არის სხვა პარტიები და კიდევ მოემატება, ვინც მიიღებს მონაწილეობას და ჩვენ 3 კოალიცია ვართ ბოიკოტში. აქ რას აკეთებს ქართული ოცნება? ქართული ოცნება სხვა პოლიტიკური პარტიებით გადის არჩევნებში, საერთოდ არ ჭირდება არანაირი ძალისხმევა, არანაირი გაყალბება. იმედენად იდეალურ არჩევნებს ჩაატარებს, რომ თვითმმართველობის არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი, მე არ ვამბობ საპარლამენტოს, თვითმმართველობის არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი არ დადგება უკვე. იმიტომ რომ გირჩთან და ვინც გამოხატავს და კიდე მოემატება კიდევ ერთხელ. ეს არ იქნება მხოლოდ ერთი პარტია, იქნება პროცესი, რომელსაც ჩაატარებს, არ დასჭირდება მას გაყალბება და ამიტომ რატო უნდა მისცეთ დამატებითი ბერკეტი იმისათვის, რომ მან თქვას, ჯამკირვებლებსაც ჩამოიყვანს, უცხოელებსაც და ეტყვის, რომ აგერ ხალხო, მე ვატარებ იდეალურ არჩევნებს, იდეალურ არჩევნებში იტყვის, რომ იმათმა არ მიიღეს მონაწილეობა, მაგრამ ვინც მიიღო მონაწილეობა, ეს ხალხი ხომ არის სხვა პოლიტიკური პარტიები და იდეალური არჩევნებით დადგება ის შედეგი, რა შედეგიც იქნება თვითმმართველობით, ვინც ბოიკოტის რეჟიმში დარჩება, მათთვის რა შედეგი დადგება? აი ამ თქვენი სცენარის მიხედვით. ამ ბოიკოტში თუ 3 კოალიცია, 4-დან 3 იქნა ბოიკოტში, მე ვერ ვხედავ სხვა ალტერნატიულ გეგმას. ალტერნატიულ გეგმას სიარული მოსახლეობასთან და თქვა რომ არჩევნებში არ მიიღოთ მონაწილეობა, ეს რაღაც ცოტა ფანტასტიკის სფეროთ მეჩვენება, იმიტომ რომ პოლიტიკური პროცესი იმისთვის არის, რომ ბრძოლა გაიშალოს, მით უმეტეს არჩევნებში გაყალბებულშიც კი ჩვენ მოგებული გვაქვს დიდი ქალაქები, მოგებული გვაქვს თბილისი, მოგებული გვაქვს ბათუმი, მოგებული გვაქვს რუსთავი და დღეს ხო კიდევ დიდი კონსოლიდაცია იქნა. ცხადია, ჩვენ შეგვიძლია დავდოთ გამარჯვების ფორმულა და ამას ვამბობთ, რომ ხალხო დავსხდეთ პოლიტიკურ მაგიდასთან და ვისაუბროთ ამ საკითხებთან დაკავშირებით და აპრიორი წინასწარ თავდასხმები ამ მიმართულებით არ შეიძლება. ატას კონტრარგუმენტები მოვისმინოთ, იმიტომ რომ მსგავსი ტიპის მსჯელობა იქნება, რა თქმა უნდა, იმ დახურულ ფორმატშიც, რისთვისაც მზად არის ოპოზიციამ, სურვილი აქვს, მაგრამ ნება არა, ესე გამოდის ჯერჯერობით. შევხედოთ სურათს ესე, რომ 190 დღეა, თითქმის 200 დღეა მიდის პროტესტი. აქ არის ნერვების თამაში ნამდვილად. აქეთ მხარესაც ხალხი დგას, ასე ვთქვათ, შეიძლება ახლა მასები არ დგას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის ხალხი, ვინც დადიოდა პროტესტებზე, არ თანაუგრძნობს ამ პროტესტს. უბრალოდ ესეთ პრეცედენტი არ ყოფილა, რომ 7 თვეა და ამის 6 თვეზე მეტია პროტესტი გრძელდება და დასაფასებელია ნამდვილად გმირობა არის ეს. მე ახლა როცა მოლაპარაკებებში ხარ და როცა ასე ვთქვათ, გამძლეობას თამაში მიდის, ამ დროს გამოხვიდე და თქვა, რომ მე ყველანაირი პირობების მიუხედავად CSGO-ს არ შეიცვალა, საარჩევნო კოდექსი არ იცვლება, პოლიტიკური დევნა გრძელდება, პოლიტიკურები დაკავებულები არიან და მაინც მივდივარ არჩევნებში, რატომ უნდა დაგელაპარაკოს ქართული ოცნება რო ხარ შენ, ხო? ანუ ისედაც არასწორია, ჯერ ჩვენ უნდა ვიყოთ შეთანხმებულები და პრინციპულები და ბოლო მომენტში თუ
არ გამოდიოდა ეს რაღაცა, მე შეიძლებოდა ამაზე წასულიყო, მაგრამ წინასწარ თუ აცხადებენ რომ ყველაფრის მიუხედავად, ყველა ცვლილების მიუხედავად. ან ბოლო მომენტში შეიძლება არა, მე არ უშვებ, მე ზუსტად ვიცი რომ მაინც ჩაატარებს არჩევნებს. მე ზუსტად ვიცი, არჩევნებს ჩაატარებს, ან ჩაატარებს. და ლეგიტიმაციასაც მისცემს. პარლამენტის ხომებს მაინც ატარებს მე რა. ეგ არაფერი არის და კობახიძე თავის ჟურნალისტებს თხოვს ლეგიტიმაციას, ხო, პრემიერ დამიძახეთო. მაგრამ ეს არაფერს არ ცulis სინამდვილეში. თავი არის საკითხი რა, რომ ახლა ამ პროცესში კრიზისი არის ქვეყანაში. ამ კრიზისის დროს ახლა არის ნერვების თამაში, ვიდრე გამძლეობაზე არის ყველაფერი, ხო? თუ ქართული ოცნება არანაირ ფასს არ იხდის, საარჩევნო კოდექსს არ ცვლის, ცენტრალური საარჩევნო კომისია იგივე რჩება, გაყალბების მექანიზმი იგივე რჩება, პოლიტპატიმრები ციხეში რჩება, ახალს ამატებენ კიდე ადამიანებს და თუ ეს ყველაფერი არ მონაწილეობა რასulis მაინც ვერ გავიგე, ხო? ცვლის, იმიტომ რომ მაგარ მონაწილეობის და პროტესტის ნაწილი იყო პარლამენტში არ შესვლაც. მაშინ შესული იყო პარლამენტში რაღა მისთვის ვიბძით საკრებულოს მანდატებისთვის, რაც პარლამენტის მანდატი ქონდა ხალხს და თუ ებრძოლათ მაშინ პარლამენტში, ხო? ეს არის ამ წინააღმდეგობის ნაწილი და მე ასე ვხედავ, რომ ჩვენ თუ გვინდა რომ საერთოდ ამ კრიზისიდან გამოსავალი ვიპოვოთ, ცალ-ცალკე პარტიული გადაწყვეტილება ასუსტებს ამ პროცესს. პირიქით, ეხლა აქ უნდა იყოს ერთიანი წინააღმდეგობის მოძრაობა, არა არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, ან არ მონაწილეობა, ეგ არ არის თავარ საკითხი. ჩვენი პოლიტიკური დღესასწაული რო შექავნას ოპოზიციამ ყველა მერთას და ნოვაღიეროთ ლელოს, მათ შორის ძალიან კარგი რესურსი აქვს და დიდი რესურსი აქვს სხვა პარტიებთან ერთად, რომ ჩვენ მათ შორის თბილისში და ბევრი კერები გავაჩინოთ წინააღმდეგობის და ვაიძულოთ ხელისუფლება წამოვიდეს მე რომ მინდა იმ დათმობაზე კი არა. ქვეყანას რო ჭირდება იმ დათმობაზე, მაგრამ ეხლა თუ გამოვხტები მე მაგალითად არ ვიტყვი ლელოზე კიდე, იმიტომ რომ ღირებული პარტნიორია ჩემთვის და კიდევ ერთხელ არ ვიტყვი. ან ჯერ კიდევ გაქვთ იმედი რომ შესაძლებელია გამოვარდი ეხლა მე და მოლაპარაკება აი მე და თქვენი ხო მე და თქვენი ხო ვაწარმოებთ წინააღმდეგობის კერების გაჩენა თუ რაიმე პერსპექტივას დაანახვებს მათ არსებობს ამის შესაძლებლობა ნამდვილად, იმიტომ რომ თუ არჩევნების მოგება შეგვიძლია 50000 კაცის გამოყვანა. თუ 50 ვერ გამოყავს არჩევნებსაც ვერ მოიგებ, ხო, რაზე ლაპარაკობ. ამდე 7 თვის განმავლობაში რატომ ვერ შეძლო ყველა ოპოზიციურმა პარტიამ არ მიხოთ რომ ამ საჭიროება არ იდგა. 50000 კაცის, იმიტომ ეს პრეტენზიები ისმის ხოლმე. ახლა სხვა პრობლემა არის. თქვენ იმის სამართლითაც მაჩვენებთ. მაგალითად წინააღმდეგობის პლატფორმებზე სხვა პარტიები არ შემოვიდა იმ არგუმენტით, რომ მანდ არიან სუბიექტები რომლებსაც სტრატეგიული განსხვავებები გვაქვს მათ შორის თვითმმართველობის საკითხებზე. სანამ თვითმმართველობის საკითხი არ გაიყვება ახლებიან კოალიციას ცვლილებებისთვის, ხო, გავიდა უბრალოდ და გავიდა ამ წინააღმდეგობის პლატფორმიდან. ხო, არა, არ შემოვიდა მაგის გამო. არ შემოვიდა, კი ბატონო, რა. სანამ ეს განსხვავებები არსებობს, მანამდე ვერ ვხედავ ერთობას და ამ განსხვავებების გამო მე თუ არ გავერთიანდებით ახლა იმ მომენტში როცა ლიდერების საფრთხე რეალურია. მათ შორის ლელოს ლიდერების, სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, ახლების, ნიკამელია დაკავებულია, ზურა ჯაფარიძე. ჩვენ თუ არ გავერთიანდებით ციხის გარეთ, მოგვიწევს გაერთიანება ციხეში. აი ეს არის. მე გამოსავალს ხედავ ორგანიზებულ წინააღმდეგობაში. როცა თანხმდები ორგანიზებული წინააღმდეგობა ქართული ოცნების თამაშის წესებს თამაშის წესების თამაში. ეს ნიშნავს, რომ წინასწარ აწერ იმ შედეგს ხელს, რასაც ყოველთვის წერს ქართული ოცნება. და რატო არ შეგვიძლია ვიმსჯელოთ ორგანიზებულ წინააღმდეგობაზე 3000 კერაზე, 3000 ადგილას საარჩევნო არჩევნები არ არის. დავა კონკრეტულად, რატო არ არჩევნები არ არის და ახლა მე პატა გაცალე და გისმენდი და ახლა კონტრარგუმენტები მინდა მოვიყვანო, რომ 2024 წელს, როდესაც ჩვენ ვემზადებოდით საპარლამენტო არჩევნებისთვის, ჩვენ ვიცოდით, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იყო წინასაარჩევნო პერიოდში ჩართული. ვიცოდით არჩევნების დღესაც რა მოხდებოდა. ვიცოდით რომ ახალ ტექნოლოგიებსაც მოქონდა ძალიან ბევრი ჯერ კიდევ ჩვენთვის უნახავი რისკები, მაგრამ ჩვენ ამ ბრძოლაში შევედით. ეხლა გლის შეშითო ცხარი ვის გაუწყვეტიაო, ისეთ რაღაცას ამბობთ, რომ ჩვენ რო არ შევსულიყავით იმ ბრძოლაში. მიიღე მონაწილეობა, რა პასუხიც აგეშედეგს. იმ ბრძოლაში 2024 წელს რომ არ შევსულიყავით, გაყალბების ამ მასშტაბს ვაჩვენებდით? არაღიარება ეხლა ექნებოდა საპარლამენტო შემადგენლობას 99 დეპუტატის ამარა იქნებოდანენ და ამიტომაც ეხლა პოლიტპატიმრებზე რო ვსაუბრობთ, ჩვენ თუ ბოიკოტის რეჟიმში ვიქენით, ბოიკოტი გაათავისუფლებს პოლიტპატიმრებს, თუ რო ვიაროთ ერთად და მაქსიმალურად ავწიოთ ეს თემა და ყოველდღიურად არ ჩამოვხსნათ დღის წესრიგიდან და მთელი თუ შევთანხმდით საერთო ოპოზიციური ფრონტის გახსნაზე, მთელი კამპანიის პერიოდში ვაწარმოოთ და ვამბობთ და ვიძახოთ, რომ აი პოლიტპატიმრების საკითხი არის თავი.
ასეთ პასიურ მდგომარეობაში პოლიტპატიმრები თავად გათავისუფლდებია? ნელო საუბრობ პასიურ მდგომარეობას თქვენ იცით რა არის? ბრძოლა პასიურია ჩემთვის, თუ მე ვარ ბოიკოტში, თან ბოიკოტი, რომელსაც ბოიკოტიც არ ქვია, იმიტომ რომ იღებს სხვები მონაწილეობას, ჩემთვის პასიური ბრძოლაა, ვიარო ხალხთან და ვუთხრა ხალხო არ მოხვიდეთ არჩევნებზე, იმიტომ რომ წარმოუდგენელია. მე ვარ პოლიტიკოსი, რომ არა ზოგადად თუ ეს სტრატეგია არის დღის წესრიგში. ჩემთვის ბრძოლა ნიშნავს ბრძოლას, აი კომუნისტებს რომ დაანიშნინეს არჩევნები და ეროვნულმა ძალებმა რომ გაიმარჯვეს და აი თვითონ ბადრი ჯაფარიძე იყო ამის მონაწილე, ხო? ამის ფარგლებში ახლა მეორე ფრთა იყო, რომელმაც თქვა, მონაწილეობას არ მივიღებო და ეროვნული ძალები გაიყვნენ და დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, მაგრამ კომუნისტებს ჩაანიშნინეს და ეროვნულმა ძალებმა გადატეხეს. და 2024-ში გავედით და მიუხედავად გაყალბებული არჩევნებისა 61 მანდატი მოვიპოვეთ და დიდი ქალაქები გავიმარჯვეთ, ხო? როგორ შეიძლება დღეს და ის ხალხი, რომელიც დაუშვათ ქუჩაში ვერ გამოდის 5000 ლარიანი ჯარიმის ასო, იმიტომ რომ ყველას შეეხო. ეს დიდი ქალაქების გამარჯვების პერსპექტივა მხოლოდ რაღაცა ერთიანი ძალებით გასახება. და ერთიანი ძალებით კონსოლიდაცია, ნეიტრალურ კანდიდატზე დაიწყოს მოლაპარაკება. კონსოლიდაცია არის აუცილებელი და როდესაც ამას ვსაუბრობთ, რომ კონსოლიდაცია არის აუცილებელი, ეს კონსოლიდაცია მხოლოდ პინგ-პონგის რეჟიმით სხვადასხვა ეთერებიდან ერთმანეთთან საუბრით კი არ უნდა იყოს. ჩვენ ორი კოალიციო, ორი პოლიტიკური ძალების კონსოლიდაცია არ გამოვა, ფიქრობ? იცით რა არის? ჩვენ ვისაუბროთ საუკეთესო ფორმულაზე, რა შეიძლება დავდოთ და რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ საჭიროა აი ამ მიმართულებით წასვლა, თორე პოლიტპატიმრები რო გასათავისუფლებელი არიან, აუცილებელი არის საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა, ეს არის მთავარი და დამატებითი ხაზი ბრძოლის არის კიდევ თვითმმართველობის არჩევნები. ჩვენ თუ თვითმმართველობის არჩევნებში არა, მე მართლა მაინტერესებს, ვინც შიშით 5000 ლარიანი ჯარიმით ვეღარ გამოდის ქუჩაში და რომელსაც უნდა რომ თავისი ნეგატიური დამოკიდებულება დააფიქსიროს. ჩვენ 2021 წელს მე რო ვთქვით, რომ ბოიკოტში მივდივართ, მიუხედავად ოპოზიციის ბოიკოტში გასვლისა, თვითდინებით მივიდა ხალხი და ქართული ოცნება, როდესაც თავისი რესურსით 30-დან 35%-ს მაინც მიიყვანს და ის თვითდინებით ოპოზიციური ელექტორატი მაინც მივა, იქ უკვე რაზეა საუბარი? ჩაატარებენ იდეალურ არჩევნებს და იტყვიან, რომ ჩემი ლეგიტიმაცია თვითმმართველობების მიმართულებით და რეგიონებში დღის წესრიგი საერთოდ არ დგას, ამიტომ არის საჭირო, რომ თუ ხარ ბრძოლაში, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და უნდა იბრძოლო ბოლომდე ყველანაირ სიტუაციაში. ახლა ჩვენ ყოველთვის თქვენ იცით, რომ ჩვენით დაიწყო, ხო, საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ხალხის დაბარება. მამუკა ხაზარაძე იყო პირველი და შემდეგ უკვე ბადრი ჯაფარიძე, რომელსაც თქვეს, რომ მე არ მივალ, იმიტომ რომ არ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციას, არ პასუხობს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტს. საუბრობდა პაატა, რომ არც თქვენი ლიდერები არ არიან დასხმეული ჩვენს მიერ გადახდილი ჯარიმა დადგება, ისინი საპატიმროში აღმოჩნდა. ჩვენს მიერ გადახდილი ჯარიმა, ეს ბოიკოტი არ გვაერთიანება, გადაწყვეტილება ხომ არ არის, ეს არის დროებით ღონისძიება, რომ იმ 2 თვის განმავლობაში სანამ სასამართლო მიმდინარეობს, ხარ ციხეში პენიტენციურ დაწესებულებაში თუ ციხის 20-ში მთავრდება ჩვენი სასამართლო პროცესი. მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარის. იმავე დღეს შეუძლიათ რომ დააკავონ, პატიმრობა გამოიტანონ. ამიტომ ეხა ამ საკითხზე საუბარი თან მაშინ, როდესაც გირაუს საკითხი საერთოდ არც განიხილებოდა, ხო? გირაუ გადავიხადოთ თუ არ გადავიხადოთ. პირადი, ასე ვთქვათ, мотиваცია და ინტერესი არ გაქვთ არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, ამის ხაზგასმა გინდოდა. ემა პირადი мотиваცია, უყურეთ როგორი სიტუაცია აქვს. 2020 წელს მამუკა ხაზარაძემ დატოვა თვითონ პარლამენტი. ბადრი ჯაფარიძეს დაატოვებინეს. ფინანსური რესურსი ჩვენ არ გქონია, იმიტომ რომ 4 დეპუტატიდან 2 არ ყავდა, შესაბამისად დაფინანსება არც 2020 წლის პარლამენტში არ გქონია. 2021 წელს აგერ ირაკლი კუპრაძე ნათელი მაგალითად დატოვა მანდატი. 2024 წელს საპარლამენტო არჩევნებში ჩვენი მანდატები 14 მანდატზე უარი ვთქვით, სიები ჩავხსენით და ბადრი ჯაფარიძეს რაც შეეხება პირველი არჩევნები იყო და პუჩისტებმა გამოაგდეს ზოგადად მთელი კანონიერი ხელისუფლება, მეორეჯერ საქართველოს პარლამენტიდან და მესამეჯერ თვითონ მანდატზე თქვა უარი და ეხლა ამდენჯერ უარი ვთქვით საპარლამენტო მანდატებზე და ფინანსება არ მიგვიღია არც ერთ შემთხვევაში და დღეს ვგიჟდებით აუცილებლად რომ თვითმმართველობის მანდატები არა, თვითმმართველობა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თვითმმართველობის მანდატებისთვის საკრებულო
სახელმწიფოების ადგილებისთვის იბრძვის. ეს ნიშნავს, რომ იბრძვის უკეთესი მომავლისთვის და ყველა ხაზს იყენებს დაგარწმუნდით, რომ არანაირი პარტიული ინტერესი ამ შეგვიძლია პარტიული ინტერესი აქ არ არსებობს. მან ბევრი საკითხი იყო, მეც არ გამაწყვეტინოთ და რომ მომეცით. ეხლა დავიწყოთ ამ 90 წლის არჩევნებით. 90 წლის არჩევნების ისტორია არის პირიქით კომუნისტებს არჩევნები ჰქონდათ დანიშნული მარტში. სვიადგამსახურდიამ და დანარჩენმა პარტიებმა გამოაცხადეს ბოიკოტი და აიძულეს კომუნისტური მთავრობა მრავალპარტიული არჩევნების დანიშვნა და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღო ეროვნულმა ძალებმა ამ არჩევნებში მონაწილეობა. კონგრესი იყო რომ იმათ ჩაატარეს, ხო? კომუნისტებმა ჩაინიშნა, მაგრამ ხო ნახეთ რა მოხდა. სხვა რამეს ვამბობ, კაცო. ანუ კომუნისტებმა რომ არ დათმეს და კომუნისტების რო იყო CSKO და კომუნისტების პირობებით არ მიუღიათ ეროვნულ ძალებსაც არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს შეთანხმებით, კომპრომისით და იმ პირობებით, რაც იყო ორივესთვის მისაღები და ხელსაყრელი. ეხლა უფრო შორს წავიდეთ რა. ეხლა ლეგიტიმაციას არ უკავშირდებაო, ჩვენც არ მინდა ამის დაკავშირება ლეგიტიმაციასთან, იმიტომ რომ არსებობს პარტიები, რომელიც შეიძლება მიიღოს მონაწილეობა, მაგრამ მე მაინც ჩემ პოზიციაზე ვჩემ. ქართული ოცნება გამოიყენებს ამას, შენ გამოიყენებ თუ არა? ამას მნიშვნელობა არ აქვს, გამოიყენებს. დღეს როცა მიდის დასავლელ პარტნიორებთან ქართული ოცნება, ხელში არაფერი არ აქვს. არ აქვს არც ცვლილებები უკეთესი, რასაც ექნებაო ამას ამბობს და ეს პარტიები სხვა რამე ექნება, სხვა რამე ექნება. ბორცს მიღმაო ამას ამბობს. სხვა რამე ექნება. როცა აქტიური ბოიკოტია და მთავარი მოთამაშეები არ მონაწილეობენ არჩევნებში, არანაირი არგუმენტი ეს არ იქნება, მაგრამ რამდენიმე თუ გავა ჩვენს გარეშე მაინც ეს იქნება არგუმენტი და ქართული ოცნება მარტივად ითქვის ყველა საერთაშორისო პარტნიორთან, მე მართალია არ შევცვალე საარჩევნო კოდექსი, მე პოლიტპატიმრები არ გამოვუშვი, პირიქით ახალი პოლიტპატიმრები დავამატე, კიდევ უფრო შევზღუდე, მონიტორინგი კიდევ უფრო გავაყალბე, მაგრამ აი ნახეთ შედეგი რა არის? შედეგი არის რომ მივიღე, რა ვიცი, 60% ეხა ნაცვლად 54-ისა, რომელსაც ვედავებით, ხო? ეს იქნება მისთვის დამატებითი არგუმენტი, რომ ყველას უთხრას, რომ თქვენ რას აპროტესტებთ. პირიქით, აგერ მაქვს შედეგი არჩევნების, სადაც მონაწილეობდა მათ შორის იმ არჩევნებში მონაწილე რამდენიმე სუბიექტი, ჩვენ მაინც არ ვაპირებთ არჩევნებში მონაწილეობას და მით უმეტეს თუ ჩვენი მონაწილეობა არ მონაწილეობა მნიშვნელოვანია ლელოსთვის, როცა ვამბობთ, რომ მივიღეთ 40%, 48, 46, რეალურად 46 დაგვიწერეს, ხო? ჯამში 48 ყველამ ერთად ოპოზიციამ თუ 46. მარტო ლელოს გასვლით ეს შედეგი ავტომატურად არ აისახება. პირიქით, უფრო მძიმე მდგომარეობაში იყენებს თავს პასუხისმგებლობას იღებს შედეგზე და იმიტომ რომ ჩვენ არ მონაწილეობთ არჩევნებში, უფრო დიდი რისკია, რომ უფრო დიდი შედეგით მოიგოს ქართულმა ოცნებამ. ამიტომ ეს არგუმენტი არ არის. ეგ არ არის საერთოდ აქ სალაპარაკო. ლელო შეეძლო მარტივად თუ ეს საკითხი იყო მისთვის აქტუალური, სანამ გახსნიდა დისკუსიას, წინააღმდეგობის პლატფორმაზე შემოეტანა დღის ეს რიგში ეს საკითხი და იქ გაგვიხილა. და თქვენ სანამ გქონდა მცდელობა და ჩვენს გარდა წინააღმდეგობის პლატფორმა ლელოს იმედად არის დარჩენილი. ეხლაც ვიძახე. ეხლაც არ არის გვიან. ეხლაც არ არის გვიან. ეხლაც არ არის გვიან. ეხლაც არ არის გვიან. რაც არიცი იმაზე იმ შეხვედრაზე არ ვიცი კი რა, ვიყავი, ბადრიც რომ იყო, მაშინაც ვიყავი. სხვა წარმომადგენელიც რომ იყო, მაშინაც ვიყავი. არგუმენტები ხალხთან რამდენი არის სტრატეგია აღმაშენებელში, რომ არ იყვნენ საქმის ღიათ არის ნათქვამი. და დაარწმუნეთ პარტნიორები იქ. თუ ახლებს ვერ არწმუნებთ, თუ ნაციონალურ მოძრაობას ვერ არწმუნებთ, თუ გირჩ ვერ არწმუნებთ, თუ დროას ვერ ვისთან ერთად გადიხართ. პატა ჩვენ ვთავაზობთ და დაიწყება ალბათ ეს შეხვედრები. ჩვენ სხვადასხვა მიმართულებით ხვდებით წარმომადგენლებს. რაც შეეხება ისტორიას და უახლოეს ისტორიას, არჩევნებში არ მონაწილეობით ცენტრალური აზიის ქვეყნებში ოპოზიცია აღარ არსებობს. ვენესუელას მაგალითის თუ აიღეს, მადურო გააძლიერეს იმით, რომ ოპოზიცია არ არსებობს. თუ აიღებთ ზოგადად სერბეთის მაგალითს და რუსეთის ისტორია მით უმეტეს ძალიან კარგად ვიცი მე და უახლოესი ისტორია თავდაპირველად უარი რო განაცხადეს მონაწილეობაზე იმის შემდეგ შეიქმნა ეს ფსევდოპარტიები და რეალური ოპოზიცია რომელმაც უარი განაცხადა თავის დროზე მივიდა იმ პროცესამდე და საერთოდ მართლა მაინტერესებს რომ ქართული ოცნებისთვის დღეს რა არის უფრო კომფორტის მატარებელი ის რომ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა სადაც რამდენიმე პარტია იქნება წარმოდგენილი და იდეალური არჩევნები ჩაატაროს თუ დისკომფორტი შეუქმნას გაერთიანებულმა ამ პლატფორმამ და ყველა უბანზე გაჩაღდეს ბრძოლა უბრალოდ დაახარჯიო მეტი რა
უფრო მეტი რესურსი დაახარჯინო, ხო? რა თქმა უნდა, არჩევნები არის რესურსი, არჩევნები არის ადამიანების გამოყვანა, არჩევნები არის დაკვირვება, არჩევნები არის საარჩევნო პერიოდი. რაღაც ისე ჩანს, რომ საარჩევნო საერთოდ არ მოყვება. ვინ გეუბნებათ შემდეგ რომ აუცილებლად არჩევნებში მონაწილეობა რომ მიიღო, ხომ უნდა იყოს მეტნაკლებრი სამართლიანი არჩევნების ან ვთქვათ, იმაზე მეტი მყარი გარანტია, ვიდრე თვით საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. თუ საპარლამენტო არჩევნების როგორ ჩატარდა ის მისაღებია ჩვენთვის, მაშინ მანდატებზე ვარს რატო ვამბობთ? ჩვენ ბრძოლა თუ არ ვაჩვენეთ. ჩვენ ბრძოლა თუ არ ვაჩვენეთ. სხვანაირად როგორ წინასწარ უსამართლო ბრძოლაში შედიხართ თუ ამას გეუბნებათ? ეს რა არის? ჩემთვის ბრძოლას აქვს ყოველთვის აზრი და ბრძოლას რო აზრი აქვს, ჩვენ დავამტკიცეთ 2024 წლის არჩევნებშიც მიუხედავად და ვიცით რა არის? სხვადასხვანაირად ხედავ, მე კიდევ ხედავ შანსს რომ ლელოსთან შეიძლება, იმიტომ რომ გადაწყვეტილი საბოლოოდ არ აქვს ეს საკითხი. ან კიდევ ხედავ ჩანს რომ გადაარწმუნოთ ლელო, რა ვიცი, აქ ვერ შეძელით ყოველ შემთხვევაში, რასაც უყურებდი. რომელიმე პოზიციაში მაგრამ ეს არის ზუსტად ოპოზიციის სისუსტე მათ შორის, რომ სხვადასხვა პოლიტიკურმა პარტიებმა საკუთარი ეგოები ვერ შეამცირეს და ვერ შედგა ის ფორმატები, რასაც ჩვენ ვთავაზობდით და გაერთიანებული დიდი შეხვედრა ნახეთ როგორ დასრულდა, იმიტომ რომ ქართულ ოცნებას არ დღეს რომ ამ საკითხებს მე და თქვენ აი აქ ვთელავთ ეთერში, ესეც ჩვენი ამორჩევლის უპატივცემულობაა, იმიტომ რომ მათ ჩვენ ყველაზე საუკეთესო რამ გვანდეს ეს იყო ხმა და ჩვენ ამ ხმაფილება, როდესაც რა ალტერნატიულ პოლიტიკურ ცენტრზე ვსაუბრობ, მესმის ახლა კოალიციურ მთავრობაში ვერ გადაენაწილებინათ თანამდებობები. ეს ახლა ამ გადასახედიდან კიდევ უფრო არ გამიკვირდებოდა, მაგრამ როდესაც ალტერნატიულ პოლიტიკურ ცენტრზე საუბრობ, ხო? ჩვენ ზუსტად მაგალითი უნდა მიგვეცა, ჩვენ ვიყავით 4 კოალიცია, რომელსაც უნდა შეგექნა გაუჭირდა, მაინტერესებს. ჩვენთვის მთავარი იყო კოალიციური პარტნიორობის მოდელი, ხო? ჩვენ როდესაც ვიქნებოდით ხელისუფლებაში, ჩვენ იდეალური კოალიციური პარტნიორობა უნდა გვეჩვენებინა საზოგადოებისთვის და რომელ იდეალურ კოალიციური პარტნიორობაზე ვსაუბრობთ, როდესაც ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის მიმართულებით ამდენი ხანია ვსაუბრობთ, შესაქმნელია და არ შეგახდა ეგოებზე. არა, მე ყოველთვის ვსაუბრობდი და ვამბობდი და ეგოებთან რაც შეეხება, მე იმასთან არ დავჯდები, ის იმასთან არ. ასე ლელოს მიმართულებით იმდენ ადამიანთან არ შეიძლებოდა ჩვენ დამსხდარიყავით, მაგრამ იმდენ ადამიანთან ვიპარტნიორეთ, ხელი გაუწოდეთ და გვერდით დაუჯექით და ვილაპარაკეთ, იმიტომ რომ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხები იყო ძალიან ბევრ ადამიანთან, მეც არ მსიამოვნებს მუდმივ რეჟიმში რაღაც სახის კომუნიკაციის ყოფნა. არც წინა ხელისუფლებიდან, როდესაც და ამიტომაც ხა ყველაფერს ვერ ისაუბრებ, გახსნილ ფორმატებში ყველაფერს ვერ ისაუბრებ, იმიტომ რომ ზოგადად არის დამაზიანებელი და ამიტომაც ვისაუბროთ იმაზე, რაც არის და საკუთარი შეცდომების მიმართულებითაც უნდა თქვათ და ვაღიაროთ. ვაკეთებდით ყველანაირად შესაძლებლობების მაქსიმუმს, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. საკმარისი არ აღმოჩნდა, იმიტომ რომ დღეს ვართ აი ამ მოცემულობაში, როდესაც ხელახლა გვიწევს შეთავაზების გაკეთება და ამ შეთავაზებას, აი თქვენ თუ დარწმუნებული ხართ თქვენ მიმართულებით, მე დარწმუნებული ვარ, რომ აი ამ უახლოეს პერიოდშიც შეიცვლება დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებითაც ჩვენ მაინც შევძლებთ საერთო ენის განმავლობას. სტრატეგია აღმაშენებელი გადაწყობეთ ჩვენ საერთო სხვადასხვა კოალიციის შეთანხმება შეიძლება შედგეს მათგან ვინც დღეს ბოიკოტის ესეთი შესაძლოა მე მაგალითად ვამბობ რომ შესაძლებელია რომ შეჯერდეს საერთო პოზიციები და შესაძლებელია აბსოლუტურად ჩვენ დავდოთ გამარჯვების ფორმულა და შევიდეთ ბრძოლაში, მაგრამ ამ ეტაპზე რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, როგორ იქნება, რა ფორმით, რა კომუნიკაციით და როგორ ეს ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი, რაც არ გადაწყვეტილა, იმას მე ვერ დავასწრებ. შესაძლებელია ჯერ კიდევ არსებობს. შესაძლებელია მე პირიქით ვფიქრობ, რომ შესაძლებელობა არსებობს იმის, რომ ის რისკები რაც არსებობს, ამის გაზიარება მოხდეს, დაახლოება მოხდეს პოზიციები და ერთმანეთის პოზიციას ჩვენ ანგარიში გავუწიოთ და პატივიცეთ, ამის შესაძლებლობა არსებობს. არ აქვს მნიშვნელობა რომელი მიმართულებით. არა, მიმართულებით როგორ არ აქვს მნიშვნელობა, თუ ჩვენ ვართ აქტიურ წინააღმდეგობაში ქართული ოცნების ივანიშვილის რეჟიმთან და დაყენებულია კონკრეტული პირობა ახალი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრობის გათავისუფლება და დაუყოვნებლივი დაწყება მას ჩვენ მომატებთ ევროკავშირში გაწევრიანებაზე, რომელიც დაბლოკა და ამ დროს მე გამოვალ და ვიტყვი, რომ
ამის მიუხედავად თუ საპარლამენტო არ იქნება, თუ ის არ იქნება, თუ ის არ იქნება, მაინც მონაწილეობ, რატო უნდა შეცვალოს ქართულმა ოცნებამ რამე? ამას ის არის კითხვა რა. მე სანამ ამ წინააღმდეგობაში ვარ, მანამდე სხვა საკითხებს არც განვიხილავ. მადლობა სტუმრებს, პაატა მანჯგალაძეს, ლანა გალდავას უსმენდით და ამასობაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ თანამდებობა დატოვა. ახალ დირექტორად საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ლევან მაისურაძე დაინიშნა. უკვე არის მითითებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე ლევან მაისურაძე ახალ უფროსად. წარსულში მაისურაძე აჭარის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე იყო, ასევე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს უფროსის პოზიციაზე მუშაობდა. რაც შეეხება თავად სირაძეს, ის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას 2019 წლიდან იკავებდა. ვნახოთ ასევე დადასტურდება თუ არა სხვა მოლოდინები შინაგან საქმეთა სამინისტროში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით, მათ შორის განიხილება ზვიად ხარასიშვილის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის წასვლაც თანამდებობიდან. ვნახოთ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას დროებით.